ფეხბურთის მოყვარულებს, ეთერშია გადაცემა 105 წუთი. ჩვენ ვისაუბრებთ ამ დროის განმავლობაში მთლიანად ფეხბურთის შესახებ. გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმობა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთის გუნდთან, ხოლო მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ეროვნული ჩემპიონატის შესახებ და უფრო კონკრეტულად კი ზესტაფონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ზესტაფონის გუნდის მწვრთნელები იქნებიან ჩვენი სტუმრები. რაც შეეხება პირველ ნაწილს და ძირითად თემას, როგორც უკვე გითხარით, ვისაუბრებთ ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩის შესახებ. ჩემთან სტუდიაში იმყოფებიან სტუმრად ჩემი კოლეგები და მეგობრები სანდრო ცნობილაძე და მერაბ მამულაშვილი და კახა გოგიჩაიშვილი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვისაუბრებთ იმ მატჩის შესახებ, რომელიც გამართა თემურ ქეძბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა და საბოლოო ჯამში მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 2-1. აქვე გეტყვით ტელეფონის ნომერს 2-21-21-51. შეგიძლიათ დავკავშირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში და ბუნებრივია დავსვათ ნებისმიერი კითხვა იმ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც იმ წუთში იქნება საუბარი. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ამ მატჩის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა, ძალიან ბევრი ითქვა და ბუნებრივია მე ვფიქრობ, რომ ეს თემა ჯერ კიდე არ ამოწურულა და ამ თემას კვლავაც დაუბრუნდებით, როცა მოახლოვდება საქართველოს ნაკრების მიერ გასამართი მორიგი მატჩი. ახლა კონკრეტულად ვისაუბროთ ამ შეხვედრის შესახებ, ვიდრე ვნახავთ ჩვენ სიუჟეტს, რომელიც მოამზადა გიორგი უგულავამ. მე მინდა მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება, ის კონკრეტულად რა შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ და შემდეგ უკვე ვისაუბროთ დეტალებზე. მე თუ მეტეს რო სასაუბრო მართლა ძალიან ბევრია და აქ არ არის სასაუბრო მხოლოდ დადებით მხარეებს. კახა დავიწყოთ თქვენგან და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რა შთაბეჭდილება დაგჭათ და საბოლოო ჯამში როგორ შეაფასებთ ეს ძალიან მოკლედ ეროვნული გუნდის თამაშს. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას, პირველ რიგში მაინც უსურებ თქვენ გადაცემას წინსვლას. დიდი მადლობა. რაც შეეხება თამაშს, ულოსო პირველ რიგში საქართველოს ნაკრებს ამ გამარჯვებას. ძალიან სასიამოვნოა, რომ პირველ თამაშში ჩვენ გამარჯვებით დავიწყეთ და ვიმეორებოდი, რომ ეს წლევანდელი წელი წარმატებულად ჩაივლის და საქართველოს ნაკრები არაერთხელ კიდევ გაიმარჯვებს მომავალ თამაშებში. თვითონ რაც შეეხება ახლა თამაშს, პრინციპში მთლიანობაში რო ავიღოთ, ასე ვთქვათ, მაინც ნორმალურად იყო ჩემი აზრით ეს ჩატარებული ქართველების მიერ ჩატარებული ეს მატჩი. თავიდან ასე ვთქვათ, სწრაფმაგონმა ცოტა არ იყოს დაბნეულება შეიტანა ჩვენი გუნდის თამაში და მინდა ვთქვა, რომ პირველი ტაიმი ცოტა არეულები იყვნენ ჩვენი ბიჭები და მეორე ტაიმში მოახერხეს იქ ცვლილებები განახორციელა თემურმა და მოახერხეს ასე ვთქვათ მატჩის გადატეხა, სასურველ შედეგს მიაღწიეს და მეორე ტაიმი ასე თუ ისე პრინციპში ნორმალურად ჩაატარა ჩვენმა გუნდმა. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ თამაში ასე ვთქვათ ნორმალურად ჩაიარა. კარგით, ამაზე ეს ჩვენ კონკრეტულად რაღაც გარკვეულ დეტალებზე აუცილებლად შევჩერდებით და საკმაოდ დიდ დროს დაუთმობთ. მერაბ, შენი მოსაზრება მაინტერესებს ამ მატჩთან დაკავშირებით. და პირველი შთაბეჭდილება, როცა გაისმა, ვთქვათ, საჯის საფინალო სისტემა. პირველისად მადლობა მოწვევისთვის და გილოცავთ გადაცემის განახლება, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ფეხბურთზე რაც მეტი გადაცემა იქნება, ფიქრობ, მით უფრო უკეთესი. რაც შეეხება თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა გამარჯვება. რა თქმა უნდა, კარგია ბრძოლაში მოგებული თამაში, მაგრამ საქართველოს ნაკრები დღეს ისე თამაშობს, როგორი გოლიც გაიტანა. ჯახირით, წვალებით და ის გუნდი, რომელსაც წლების წინ იოლად უგებდით, დღეს ჩვენი ტოლსტორი მეტოქი არის და სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი არ არის იმ დონეზე, რომ ალბანეთის ნაკრებს იოლად მოუგოს. ცხადია, იყო ძალიან ცუდი პირველი ტაიმი. პირველი ტაიმი იყო ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ალბანელებმა ითამაშეს პრესინგით. ანუ ისე როგორც საქართველოში ითამაშებს დარწმუნებული ვარ ბელარუსი და ფინეთი, ან ჩვენი მომავალი მეტოქეები. და ასეთ თამაში ჩვენ ნაკრებს ძალიან უჭერს. ყოველს გვიჭირდა რა ესეთ ფეხბურთის წინააღმდეგ თამაში. მაგრამ მეორე ტაიმში გამოჩნდა ის რესურსი და რეზერვი, როგორც შეიძლება ამ ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში. ერთი თავდასხმელი ასეთ გუნდებთან, მით უმეტეს საშინაო მატჩებში წარმატების მომტანი ვერ იქნება. კობახიძე და თარგამაძე ორი ის ფეხბურთელი არის, რომელიც თამაშს ამწოვებს და შეტევას ისრაფეს მატებს, მაგრამ ერთი აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებში ძალიან სერიოზული არის ცენტრის პრობლემა. ბურთი ისრაფი ატანა დაცვიდან შეტევამდე, ფლანგის კარგად გამოყენება დაცვაში, კაშია იდგა მარჯვენა მცველად, რომელიც შეტევებში ისე ვერ ერთვება რა. ის ცოტა სხვანაირი სტილის ფეხბურთელია ხო? იცი რა, ბოდის ჩაგეკითხები, ხო არ ფიქრობ, რომ თქვათ ეს იგივე თქვათ ამ შეხვედრაში კაში არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც არის მიმული თქვათ ჩვენი გუნდის
ნახევარზე. ანუ მას აქვს იმის უნარი, რომ ჩაერთოს კიდევაც და ხო არ განაპირობა ეს ყველაფერი თვითონ შეხვედრის დებიუტმა, მე სწრაფმა გოლმა იგივე. თვითონ ფეხბურთელები ამბობენ და არანაირი უფლება არ მაქვს, არ დაუჯერო ცხადე, ახლა თამაში რო ასე ცუდად დაიწყება. გავლენას ახდენს ადამიანები არიან ხომ ისინი და ცხადია ისინი აერი ფაქტი იყო რომ არეულები იყვნენ. მეორე ტაიმში სულ სხვა ნაკრები იყო. მე არ ვამბობ რომ იდეალური და ესპანეთს და საფრანგეთს დავამარცხებთ, მაგრამ მომეწონა ეს გადაადგილება რაც კეცბაიამ გააკეთა. ცენტრში შეიყვანა კობახიძე, ფლანგზე უფრო თავდასხმისკენ რეალურად ის თავდასხმელი უფრო იყო ვიდრე ფლანგის მოთამაშე გელაშვილი და მე ვფიქრობ რომ ამან გადაწყვიტა თამაშის ბედი. ცველი რომელიც არის რომელიც თამაშობს თავდასხმელის წინააღმდეგ რომელიც სულ ცდილობს გაქცევას და პრობლემის შექმნა ძალიან ძნელია. და კვირკველია შეცვლა სხვათა შორის რაც არ უნდა ისე ჩანდეს გრიგალავა არის უფრო დაცვაში ჩამჯდარი მცველი კვირკველია არის უფრო შეტევაზე ორიენტირებული პრინციპში სანდრო გადაცემამდე მართალს ამბობდა რომ ეს არის უფრო ნახევარმცველი ვიდრე მცველი რა და ამან გაამწვავა თამაში შეტევებში მიქონდა ბურთი. კარგით ამაზე ეს დაწვრილებით ვისაუბრებთ ჩვენ რა თქმა უნდა ცვლილებებზეც და შესაბამისად იმ ტაქტიკაზეც რომელიც ქონდა საქართველოს ნაკრებს გამოუყენებელ მომენტებზეც და ჩვენ კარტან შექმნილ ეპიზოდებზეც სასაკვირველია. სანდრო იგივე კითხვით ჩვენთან და შემდეგ ვნახოთ სიუჟეტი. პირველ რიგში შეუერთდები ორ სტუმარს, კახას და მერაბს და მადლობა მოწვევისთვის, გისურვებ კიდევ უფრო გაფართოებას და რაც უფრო მართლა მეტი გადაცემა იქნება ფეხბურთზე, მეტ უკეთესი არის ალბათ ფეხბურთზე გულშემატკივართათვის. რა ვიცი, ორიგინალურს ალბათ მაინც ვერაფერს ვიტყვი. ერთი არის რომ პირველი ნახევარი ძალიან მძიმე საყურებელი იყო. აქ მარტო ანგარიშში არ არის საქმე, ვაგებდით ეს ერთი ფაქტორია და მეორე ფაქტორია რომ თამაში არ ქონდა საქართველოს ნაკრებს ფაქტიურად და მთელ რიგ ეპიზოდებში იყო ქაოსური ცდელობები შეტევისა. საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ მეორე ტაიმი მოვიგეთ, რაც მე მიმაჩნია პირადად ყოველთვის ამას ვამბობდი და ახალს გავიმეორებ. მეორე ტაიმის გუნდი როდესაც იგებს ეს არის დიდწილად მწვრთნელის დამსახურება, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არის. და პლუს ამას საქართველოს ნაკრებს ძალიან შეუწყო ხელი მეორე ტაიმის დებიუტში გატანებულმა გოლმა. ის გოლი რომ არ ყოფილიყო, კიდე კაცმა არ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები. კი ბატონო, კარგი, ძალიან დიდი მადლობა ისეთ პირველი შეფასებისთვის ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩისა. ჩვენ ნახოთ სიუჟეტი, რომელიც მოამზადა გიორგი უგულავა. მე აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ტელეფონის ნომერს 2-21-21 შეგიძლიათ დავიკავშირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ჩვენ საუბრობთ საქართველოს ნაკრების შესახებ. ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი უკვე სტუდიაში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2012 წელი ტრადიციულ მეტოქისთან ალბანეთის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით გახსნა. მიუხედავად მატჩის სამხანაგური სტატუსზე, შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებდა. საქართველოს ნაკრებს წარუმატებლად დასრულებული შესარჩევი ციკლის შემდეგ პრესტიჟის აღდგენისთვის აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდა. ალბანეთის თავკაცის რანგში კი დებიუტი იტალიელ სპეციალისტს ჯანი დებიაზის ჰქონდა. ალბათ აქედან გამომდინარე შეხვედრა დაძაბული უკომპრომისო ცოტა უხეში და საკმაოდ ნერვიული გამოდგა. მატჩზე თავისუფალ დასწრებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის აქცია მუდაოდ გაამართლა და არც თუ ისე სახელიანი მეტოქისა და თამაშის სამხანაგური სტატუსის მიუხედავად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი თითქმის მთლიანად გაივსო. სტადიონის დირექციას მაყურებლის გაზრდილი ინტერესის დასაკმაყოფილებლად დამატებითი კარებების გახსნაც მიუხდა. თავად შეხვედრა შეიძლება ორ განსხვავებულ ტაიმად დაუყოთ. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ინერტულად დაიწყო და უკვე მესამე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მიიღო. ზურა ხიზანიშვილის შეცნობით ვარშავის პოლონიას თავდამსხმელმა ედგარ კანი მისარგებლა და რევიშვილთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა. ჩემი შეცდომის გამო ეს პირველი გოლიო გავიდა, ბიჭები ცოტა დაიბნენ და არ მოველოდით ამას, არც ერთი ფეხბურთელი. პირველ ტაიმში ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად თემურ ქეცბაიეს გუნდს კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდა. შეტევები კარში დარტყმამდე იშვიათად მიდიოდა.
ლევან კობიაშვილის არყოფნაში ნახევარდაცვას ბურთის წინა ხაზამდე მიტანა უჭირდა. ალბანელთა თუმდაც მცირე ძალებით წარმოებული პრესინგი კი თავის შედეგს მუდმივად აღწევდა. პირველი ნახევრისთვის სახასიათო მომენტი მეკარისთვის ბურთის უკან დაბრუნება იყო, რის შედეგადაც რევიშულს ხშირ შემთხვევაში მისი უმისამართოდ მოგერიება უწევდა. მას პინძელ გუნდს ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმშივე მართებდა. 23 წუთზე ლადო დვალიშვილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა. პირველ ტაიმში თამაშის ხარისხით და თვითონ თამაშით მაყოფილები არა ვართ. მაგრამ შეიძლება გასაგებიც არის, იმიტომ რომ უმეტესობა ფეხბურთელები, რომლებიც დღეს მინდორზე გამოვიდნენ, თითქმის ჯერ უმეტესობას სეზონი არც დაუწყია. ჯერ მოსაზრებელ პერიოდს გადიან და არც ისეთი ადვილი იყო. მაგრამ თუ იმას გადავხედავთ, როგორი იყო მეორე ტაიმი, პირველი წუთიდან მე ძალიან კმაყოფილი ვარ. შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა თამაშის მოტრიალება. კეცბაიას დარიგებებმა და ცვლილებებმა შედეგი მალე გამოიღო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მაყურებლის წინაშე სრულიად განსხვავებულ გუნდად წარსდგა. თამაშის განახლებიდან 3 წუთში სანდრო კობახიძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის პირველი 20 წუთი ნაკრების შესრულებით თამაშის საუკეთესო მონაკვეთი იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში გამორჩეულ თარგამაძეს მხარი მეორე ტაიმში გააქტიურებულმა ანანიძემ და ფრთიდან მოედნის ცენტრში შემოწეულმა კობახიძემ აუბეს. შედეგად გუნდმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. საგოლე ეპიზოდების გამოუყენებლობა კვლავ ნაკრების სუსტ წერტილად რჩება. დასახვეწია სტანდარტული მდგომარეობები. მიუხედავად ყველაფრისა, მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების თამაშმა აშკარად სასიამოვნო შტაბეჭდილება დატოვა. კულმინაციურ მომენტად შეხვედრის 95 წუთი იქცა. კობახიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტის შესრულება ამჯერად დავით თარგამაძემ ითავა. ვიკამ სამირმა კვლავ მოიგერია თარგამაძემ დაამატა ბურთი უკვე ხარიხას მოხვდა. შემდეგ ზედზედ ორჯერ ყველას ალექსანდრე ამისულაშვილმა დაასწრო. მეორეც და წარმატებული გამოდგა. გადამწყვეტი მე ვთვლი ის იყო, რომ მეორე ტაიმში გამოვედით და ჩვენ სწრაფი გოლი გავიტანეთ და უფრო მეტი მონდომება გვეთყობოდა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმი ძალიან ვაჯობეთ მეტოქეს და შედეგმა სახე მიიღო. მართალია ბოლო წუთებში, მაგრამ მაინც თამაში მოვიდა ფაქტია ეს. ბიჭებმა ყველაფერი დადეს მინდორზე. პირველი ტაიმი სამწუხაროდ ვერ გამოვიდა ესეთ კაი როგორც მეუბნები. ვიბრძოლოთ ბოლომდე და მოვიგეთ სამი ქულა ავიღეთ და ეს მოგება კაია, იმიტომ რომ ეს წელი დავიწყეთ მოგებით და ყოველთვის კაი დაწყება ამ წლის. მატჩის უდავოდ სასიხარულო მომენტად ხანგრძლივი ტრაუმის შემდეგ ეროვნულ გუნდში ლევან ყენიას დაბრუნება იქცა. გულშემატკივარი მას ოვაციებით შეეგება. ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით 15 წუთის თამაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ გულშემატკივარს და იმედი მაქვს მომავალში უფრო დავეხმარებით ჩემ ნაკრებს. საქართველოს ნაკრებმა წელი გამარჯვებით დაიწყო, შემდეგი მეტოქე კი უფრო სერიოზულია. თემურ კეცბაიას გუნდი მაისში ავსტრიაში თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბრუნდებით სტუდიაში 221-21-51 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ დავუკავშირდეთ მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენს გადაცემაში, კახა, მე მინდა კითხო, იცი დადებითზე უფრო არ მინდა, უფრო მინდა რომ მოვისმინოთ თქვენგან ის უარყოფითი მხარეები, რომელიც გამოჩნდა საქართველოს ნაკრების თამაში ამ შეხვედრაში. მე ისეთ შტაბეჭდილება მქონდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრისთვის სეზონი ჯერ არ განახლებულა, სულაც ახლა განახდა და შეიძლება ტრაუმიდან ახალი გამოჯანმრთელებულები დაუბრუნდნენ მინდორს, რაღაცა არ შეინიშნებოდა მით უმეტეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ის სათამაშო ის სიცოცხლე, რაც წესით და რიგით მით უმეტეს როცა სახში თამაშობდა, აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა და ყველა იმ გულშემატკივრს მადლობა უთხრა, რომელიც დაესწრო. მე პირადად მართლა გაკვირვებული დავრჩი ამდენი ხალხის მისვლით ამ ხანაგურ თამაშს და ძალიან ბევრის მთქმელია ეს ალბათ. თუნდაც იმის, რომ რადიკალურად შეცვლილია დამოკიდებულება ეროვნული ნაკრების მიმართ. ანუ, მოდი ვისაუბროთ უარყოფით მხარეებზე, რა იყო მიზეზი და მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა იქ შეინიშნებოდა ბურთის ნელა ამოტანა, ვთქვათ, იყო ხშირად დაბნეულობა, ძალიან ბევრი შეცდომა. მე არ მინახ მინდორზე გავამახვილო ყურადღება.
ძალიან ბევრჯერ მოხდა ისე, რომ ელემენტარულად ვერ მოხერხდა ზუსტი გადაცემის გაკეთება. მოდი ამ მიზეზებზე რომ ვისაუბროთ. საერთოდ რთულია ამ უარყოფითზე საუბარი, მაგრამ ახლა თუმცა საჭირო აუცილებლად, იმიტომ რომ გავანალიზოთ ჩემი აზრით პირველი მაინც ჩემი ასე ვთქვათ აზრით ეს არის რომ იმ სწრაფმა გოლმა რომელიც ჩვენ გავუშვით ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენ ფეხბურთელებზე რომ ახლა მესამე წუთზე მეოთხეზე გოლს რო გავუშვებ ძალიან იცვლება ეს სათამაშო ვთქვათ ის სისტემა ის ტაქტიკა რომელიც ალბათ იყო მითითებული თავიდან და ეტყობოდათ უკვე რომ ამ გაშვებული გოლის მერე რაღაც ძალიან დაბუნებულები იყვნენ ჩვენი ბიჭები თავიდან განსაკუთრებით ის 15 წუთი ნუ იქ გადაცემებში იგივე შეტევაში ამოსვლა თუნდაც შეტევი წარმართვა რაღაც არაფერი არ გამოდიოდა მე ნუ თანდათანობით ეს დაალაგდა ნელ-ნელა ნუ იქ ისევ და ისევ ვთქვათ იქ თარგამაძის და ისევ კობახიძის აქტიური თამაშის წყალობით მოხდა რაღაც გადატეხა იმ პერიოდში ნუ ეხლა რაც შეეხება კიდევ წუნი ის იყო რომ აი ეს მინდრის შუა ხაზიდან ბურთის მიწოდება ნელდებოდა ძალიან რა ნახევარმცველების განსაკუთრებით საყრდენებიდან შეტევის წარმართვა, სწრაფი შეტევის წარმართვა ცოტა ყოფდებოდა. აი როგორც გავიდა პირველი გოლი თქვა ჩვენი. სწრაფად გადავიდნენ ჩვენები შეტევაში და ამან თავის შედეგი გამოიღო და ეს პირველ ტაიმში ნაკლებად ჩანდა. ფლანგი მცველები ნაკლებად ერთვებოდნენ შეტევაში პირველ ტაიმში. ამ დროს როცა პრინციპში ფლანგი მცველები იწყებენ დღეს შეტევით ფაზას და ეს არ ჩანდა პირველ ტაიმში ნაკლებად. ნუ დვალიშვილიც ასე ვთქვათ ცოტა პასიურობდა პირველ ტაიმში. თლიანობაში თქვა მინდა რომ ასე არეულები ვიყავით პირველ ტაიმში რა. თუნდაც აი ეს იგივე ეს მომენტი ხა ხიზანიშვილი ერთი შეცდომა უკან და პირველივე შეცდომა და პირველივე გოლი გავიდა. ტექნიკური შეცდომა. საერთოდ ძალიან ხშირი იყო მე შენს რა თქმა უნდა დააკვირდებოდი ძალიან ხშირი იყო უკან პასი და პასი ფლანგებიდან დაცვის ხაზს გულისხმობ მოედნის ცენტრში. აი ეს მომენტი, აი ამაზე მინდოდა გაყურადღება გამემახვილებინა, იდეალურ სიტუაციაში იყო ბუბა დაუშვილი და ალბათ უმჯობესი იქნებოდა გადაცემა გაკეთებულიყო მასზე. ნუ ეს კადრებს მაყურებელი მიადევნენ სწორს, მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ხიზანიშვილის შეცდომა ეს არ არის ტრაგედია ქართული ფეხბურთისთვის, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში რაღაც შეცდომებს ძალიან სხვანაირად ამახვილებენ შეცდომებზე ყურადღებას და სხვანაირ რაღაც რეზონანსს ძენენ. ამიტომ ეს ჩვეულებრივი სათამაშო მომენტია და მსგავსი რაღაცები ხდება. ხო, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და გაცილებით უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებს დაუშვიათ მსგავსი შეცდომები. მე რა იმ გადაცემებთან დაკავშირებით მინდა კითხო, ანუ თუმცა ჯერ შემოვსვათ მაყურებელი მაშინ კველულება და გისმენთ საღამოშვიდობის. საღამოშვიდობისა ბატონებო. გამარჯობათ. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, მე როგორც ფეხბურთის მაყურებელს და გულშემატკივარს მაქვს ორი ჩემი ესეთი შენიშვნაც. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრი ესეთია, რომ საკმაოდ ცუდად ითამაშა ხიზანიშვილმა 1-1-ზე, მაგ შედეგობაში ბურთის ართმევაზე თამაშის დროს, მას 1-2 ისე გაუზრუნეს ბურთი ფეხებში, როგორც პატარა ბიჭუნა. და მე მგონი მას მართებს უფრო მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, რომ ინდივიდუალურად ბურთის ართმევაზე უფრო უკეთესი იყო. და მეორე, ესე იგი ჩვენები ვერ შედიოდნენ საჯარიმო მოედანში და ძალიან უჭირდათ დასაქმელ პოზიციებზე გასვლა. ანუ ალბათ უფრო უკეთ უნდა დაამუშავონ კომბინაციები, რომ საჯარიმოს მისადგომებთან მაინც გავიდნენ ისე, რომ კარში ზუსტად დაარსა. კარგი, დიდი მადლობა. 2-21-21-51 დავკავშირით მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მოდი ჯერ აი იმ ეპიზოდებზე ვთქვა და შემდეგ ნუ ვისაუბროთ. ეპიზოდებზე სხვათა შორის იქ თამაშის დროს გავახსენდა ლიპის ნათქვამი რა 5 წამში თუ არ წამოეწყე კონტრშეტევა ჯობია დაცვაში დაჯდეო რა და ჩვენი ნაკრები ისეთ ტემპში პირველ ტაიმში ესე იყო. პირველ ტაიმში იმდენად მომაბეზრებელი იყო ეს უკან პასები გვერდზე დიაგონალური და ამ შემდეგ რომ ჯობდა დაცვაში დამჯდარიყო. ხო აი ამ გამო ეხლა მე პირდაპირ გაგებით არ ვამბობ, რა გულისხმობ იმას რომ შეტევა უნდა იყოს სწრაფი. მაგრამ ერთი მთავარი მომენტი რაც მეორე ტაიმში მოხდა. ჩვენ ყავდა არა ორი საყრდენი, არამედ ერთი საყრდენი და ორი იყო წინ. უფრო შემტევი, ნახევარმცველი. იყო უფრო შემტევი ფლანგი მარცხნიდან. და იყო გელაშვილი. კვირკველია და გელაშვილი. ანუ ცხადია ტემპზე გავლენა მოახდინა. და თამაშზე მომენტების შექმნაზე ცხადია ტემპი ახდენს გავლენას. დროის და
სივრცის ათვისება, რაც შეიძლება სწრაფად, ხო? ეს შეძლო მეორე ტაიმში მეტნაკლებად ნაკრებმა. თუმცა იმის თქმა რომ ეს იყო იდეალური ნაკრები და მშვენიერი ნაკრები, რა თქმა უნდა, შორს ვარ თამაშობს. ამისგან ძალიან შორს ვარ და არ შეიძლება. ვერავის ვერ დავეთანხმები, რა თქმა უნდა. მაყურებელი ყავს კიდევ ერთხელ და შემდეგ სანდრო შენთან ვიწყებთ. საღამოშვიდობის გისმენთ. ჰალო. გისმენთ საღამოშვიდობის. გისმენთ? კი ბატონო, პირდაპირ. დიახ, გისმენთ. ძალიან ზიან მომეწონა. როგორც მე გამიშეთ ჩვენებმა ტექნიკური ხარვეზია. სანდრო, მე მინდა გამომახვილო ყურადღება წინამაყურებლის სატელეფონო ზარზე, რომელმაც ახლა ხიზანიშვილს საკმაოდ ბევრი ტრავმა ჰქონდა, ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა. ახლა მე არც ხიზანიშვილის ადვოკატი ვარ და არც სხვა რომელიმე ფეხბურთელის, მე უბრალოდ მინდა რომ ამ ხალხმა არ მიიღოს ეს თქვათ ეს შეცდომა, რაც ზურას დაემართა ამ შეხვედრაში, ისე როგორც მიიღეს კახა კალაძის შეცდომა, ანუ ის ორი გოლის საკუთარ კარში და საბოლოო ჯამში ამას მიეცა ისეთი რეზონანსი, თითქოს კალაძის ამ ორი გოლის მეტი არაფერი არ გაუკეთებია თავის კარიერაში. ანუ ხო, ნუ ეხა იქ გასაგებია იქ შევჩენკოს რუსი ფეხბურთელი ყოფილა და ასე შემდეგ, არ მინდა ამ თემაზე საერთოდ საუბარი. ამიტომ მე მაინტერესებს რა, იგივე ეს დიაგონალური გადაცემები. ჩვენ გვაქვს პრობლემა და შემდეგ ახასაც ვკითხავ უკვე მაგ თემას. ჩვენ გვაქვს პრობლემა ბურთის ამოტანის და გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. ანუ ძალიან ნელა ხდება მეტოქის საჯარიმოზე გადასვლა. თუ ხდება სწრაფად, ხდება მხოლოდ გრძელი გადაცემის ხარზე და ის გრძელი გადაცემა ხშირ შემთხვევაში იკარგება რა. პირველ რიგში მინდა ერთ მომენტზე მივაქცევინო ყველას ყურადღება, თუ იქნება საშუალება გამეორების დააკვირდეს ჩვენ კარში გასულ გოლს ყველა რა ხდება. ანუ აქ მარტო ზურას შეცდომაზე არ არის ლაპარაკი, ბუნებრივია ხიზანიშვილი უშვებს შეცდომას, მაგრამ ეს არის კომპლექსი მთელი შეცდომების მისთვის უკან ბურთის გადაცემა იმ სიტუაციაში ნიშნავდა იმას, რომ ფაქტიურად ეს გამოჩნდება ხო ძალიან კარგად, მე მგონი კაშია, რომელიც უკან პასს აკეთებს, ხო, ძალიან ახლოს ყავს ზურას ფეხბურთელი. ძალიან ახლოს ყავს და აქ არის საჭირო ერთი შეხებით თამაში იმისთვის, რომ შემდეგ ეს ბურთი არ დაიკარგოს და ეს ერთი შეხებით თამაში არ გამოსდის ზურას. ასე რომ აქ მარტო ზურას შეცდომაზე არ არის ლაპარაკი, იმ ფეხბურთელზეც არის ლაპარაკი, რომელიც სულ დროს უბრუნებს მას ბურთს და შესაბამისად აგდებს მას არც თუ ისე კარგ სიტუაციაში. რეალურად ჩვენ თუ ნახავთ ძალიან სამწუხაროა, ჩვენ არ გვაქვს ვთქვათ თუ არსები არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში შენელებული კადრი იმ ეპიზოდში კაშიასთანაც ძალიან მჭიდროდ იყო მეტოქე. მაგაზე მაქვს ლაპარაკი, ეს კომპლექსია შეცდომების და აქ არ არის ლაპარაკი მარტო ზურას. აბსოლუტურად გეთანხმები და აქ იყო ის თემა, რომ იმათი მწვრთნელისთვის ეს იყო სადებიუტო თამაში. ამიტომ ამას ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა. ჩვენ თუ ნახეთ, ყველა მწყინვალეთ, ხო? მესამე წუთზე გაგვიტანეს. ანუ შესაბამისად თავიდანვე ეს გუნდი იყო განწყობილი იმაზე, რომ მაქსიმალურად სწრაფად მიეღწია შედეგისთვის. ანუ ლაშა ლოგიკურად მივდივართ იქამდე, რაც მერაბმა ახსენა, კახამაც თქვა. ალბანეთს ნაკრებმა პირველივე წუთებიდანვე დაიწყო პრესინგის თამაში. რაც საქართველოს ნაკრებისთვის არის დღეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამოუხსნელი ამოცანა, თუნდაც ისეთი დონის გუნდი როგორც არის ალბანეთი პრესინგს რო გეთამაშება, ბურთი წინ როგორ უნდა აიტანო. შესაბამისად აქ დგას უკვე საკითხი ცენტრალური ნახევარმცველების ან ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელების, რომლებმაც თავის თავზე ეს ამბავი უნდა იტვირთონ ყველა ვარიანტში. აბა, ხო სხვანაირად ბურთს ვერ წაიღებ წინ, ხო მაშინ წინ უნდა დაარტყა და ამას შვებიან გუნდები, რომლებიც სპეციალურად თავს ირიდებენ, თავიდან ირიდებენ აი ამ მოედნის შუაში ბურთის გათამაშებას. იმიტომ რომ არ აქვთ მათ ამის უნარი. მაგრამ ის წინ რო ბურთს ურტყავს, ის გუნდი, იმას წინ ყავს ისეთი ფორვარდი, რომელიც ამ ბურთს 10-დან 7 შემთხვევაში იგებს. და აი იგივე ეს ეპიზოდი თუ დააკვირდებით, აი უბრალოდ დააკვირდით, ამ კადრიდან ამ რაკურსით არის ჩანს 11 ნომერი ალბანელების. ასევე ანუ შეტევა ეს არ იყო შემთხვევითი კონტრშეტევა, რომელიც განახორციელეს ალბანელებმა. ხო, ანუ თუნდაც ზურას შეცდომის ხარჯზე იქ მოხდა ის, რომ ორი ფეხბურთელი აღმოჩნდა უკვე ჩვენ საჯარიმოში. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ აი ეს და ერთი რამ მინდა კიდევ თქვა, გავიხსენო. ესე იგი, გავიხსენო რა, ყველას მოიხსენება აბსოლუტურად ვინც ფეხბურთს უყურებს და საქართველოს ნაკრების თამაშს ვინც ადევნებს თვალს, ზურა ხიზანიშვილი არასდროს არ ყოფილა, ხო არიან მცველები ერთ-ერთზე ურთაბრძოლაში, რომ ძალიან მაგრები არიან. ზურა ამ ტიპის მცველი არ არის, ზურა გაცილებით უფრო პროდუქტიული და კარგი არის პოზიციური თვალსაზრისით, როდესაც იგი დგას დაცვის ცენტრში და შეუძლია დააზღვიოს მეორე ცენტრალური მცველი. იდეალური ვარიანტია, როცა ორივე ცენტრალურ მცველს შეუძლია ერთ-ერთზე თამაში და პოზიციურადაც, როდესაც ორივე ძალიან მაგრა არის მზად, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. ზურა გაცილებით უფრო, მე იმას არ ვიძახი, რომ საერთოდ არის ერთ-ერთზე
მოთამაშე როგორ არის ის, მაშინ მცველი საერთოდ არ იქნებოდა, მაგრამ პოზიციური თვალსაზრისით გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ერთ-ერთი თამაშის დროს. აბსოლუტურად გეთანხმები. პლუს ამას სანდრო ბოდიში ამასთან დავამატებთ იგივე შენ რაც ჩამოთვალე ზურასთან მიმართებაში. ძალიან ძლიერია მეორე სართულზე თამაში. მაგაზე რაც გამოჩნდა ახლა მეორე ტაიმში კაც ჩაერთო, მომენტი ერთ-ერთი რომელიც შეიქმნა მეორე ტაიმში იყო ის თავით, როდესაც დაარტყა ზურამ. ასე რომ ეს არ არის ის ფეხბურთელი, რომელზეც შეიძლება ახლა ველაპარაკო მისმა შეცდომა. არა, ეს მარტო ზურას შეცდომა არ არის. ეს არის კომპლექსური შეცდომა გუნდის, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ჩვენ კარში გატანილი გოლი. კი ბატონო, კიდევ ერთი პრობლემის ასახვა არის, რომ ბურთი მოძრაობს არა მოთამაშიდან მოთამაშემდე ხშირ შემთხვევაში. უფრო მეტი დრო თამაშის დროს აქვს ესე იგი ბურთი არ მოძრაობს სწრაფად, ბურთს ამოძრავებენ თვითონ რა, დარბიან ბურთიანად და აი ეს სისრაფე ცხადია იკარგება. მოულოდნელობა, ეს იმპროვიზაცია, რაც სისრაფეს ახლავს და ცხადია რაღაც გარკვეული უსიამოვნო მომენტი მეტოქისთვის. აბსოლუტურად გეთანხმები და ერთს დავამატებ უბრალოდ მე რომ მე მქონდა საშუალება ეხლა მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში ჩართული ყოფილიყავი ნაკრების ცხოვრებაში. ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა თემურ ქეზბაიასი რაც არის, ეს არის დროულად პასი. არ უნდა ხო ბურთის სწრაფად მოძრაობა, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არის საჭირო 40 შეხება გააკეთო, სანამ ერთ არაზუსტ გადაცემას გააკეთო. ანუ ეს რეალურად ამაზე მუშაობა მიმდინარეობს სულ. რატო ვართ მოხიბლული ბარსელონას ფეხბურთით, ხო? აი ეს ტიკი-ტაკა, რასაც ესპანეთში ეძახიან, რასაც აკეთებენ ესენი, ხო? აი ეს არის ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი მოედნის ცენტრში ბურთის გათამაშების. კარგი, მაყურებელი ყავს, კი ბატონო, მე გასაგებია, მაყურებელი ყავს საღამოშვიდობის გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ტელევიზორს ჩაუწიეთ ოდნავ თუ შეიძლება. ტელევიზორი საერთოდ გათიშული მაქვს, ხო? განუყურებ. აი, ეთქობა, კი ბატონო. ალბათ არის ის. შეიძლება გილოცას რო ეთერში გაფოდით. მადლობა. ალო. დია, გისმენთ. კი ბატონო, გისმენთ. ჩემი საზრით ცოტა უფრო რეალურობისაგან მოწყობილები. ჩვენ ნამდვილად გვაკლია კლასიანი მოთამაშეები, ისინი რომელიც თავის დროზე ამოიტანენ ბურთს, გააკეთებენ მწვანე გადაცემას და გვაკლია ქართული ფეხბურთის სტილი, რაც იყო ის ფლანგებიდან შეტევა, ისეთი ფლანგის მოთამაშეები, თუნდაც აი გოგიჩაიშვილი რო იყო, რომელიც გაამწვავებს შეტევას და ისეთ პასს გააკეთეს საგოლე გადაცემას ცენტრში. და გვაკლია რა თქმა უნდა ბომბარდირი და ალბათ გუნდს გვაკლია სამყარო და მაღალი კლასის მოთამაშეები და აკლია უფრო შეთამაშება. სხვა დროს მე მგონი ნაკრებს უნდა კონდეს როდესმე რაღაც ისეთი შეკრება რამდენიმე კვირიანი მაინც რომ შეთამაშოს ფეხბურთელები რაღაც დრო გამოინახოს. კარგი, მადლობთ. ნუ ეს არის პრობლემა და გულშემატკივრება უნდა გაიგოს რა, რომ ნაკრები არ არის კლუბი და შესაბამისად 24 საათიან რეჟიმში ხა ვერ იქნება მწვრთნელი ფეხბურთელებთან და ვერ შეკრებს, იმიტომ ყველას თავისი გზა აქვს არჩეული და შესაბამისად შეკრება და კლუბი არ უშვებს ესე ორკვირიან შეკრებას. ეხლა მოაწყოს სწორედ ასეთ შეკრება ორმა ნაკრებმა, მოლდოვამ და ბელარუსმა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ. თურქეთში იყვნენ შეკრებაზე. ცოტა უცნაური იყო, აი აბსოლუტურად გეთანხმები, კლუბი არ არის რა და ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, მაგრამ ეს მე რა ბოდიშ ჩაგეკითხები უბრალოდ, ეს იყო თქვათ ორივე გუნდი წარმოდგენილი იყო ძირითადი ბირთვით, თუ შეიძლება იქ იყო რაღაცა ექსპერიმენტული შემადგენლობა, მე ამის კითხვა. არა, ხადე ექსპერიმენტალური იქნებოდა. ბელორუსის შემთხვევაში არის მაინც იქ და ბელორუსის შემთხვევაში ხდება ძალიან საინტერესო რამე რა. ბელორუსის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები ფაქტობრივად არის ერთი და იგივე გუნდი. ოლიმპიადაზე ხო, ოლიმპიადაზე ვინც ემზადება მაგისთვის ზუსტად და სერიოზული გუნდი. კარგი, კიდევ ერთი მაყურებელი ყავს და შემდეგ ახას მინდა ვკითხო, მით უმეტეს სისწრაფეებზე იყო საუბარი, საღამოშვიდობის გისმენთ. გისმენთ, გამარჯობათ. ალო. დია, გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით სულ. საღამოშვიდობის. მე თქვენი გადაცემა ძალიან მიყვარს, მაგრამ კეთბაიას გამყუნება აქ რითაც შეიძლება. ეხლა ახალი დაწყებულია, სულ ყველა ფორმაში არ არიან. არც ერთი ფეხბურთელი ხიზანიშვილის დანაშაული აქ გამოიკვეთა, მაგრამ ისე მაინც არ არის, იმიტომ რომ ჯერ ფორმაში არ არიან ბიჭები. რა თქმა უნდა. მგონი უფრო და უფრო ფორმაში შევლენ და ერთი შეკითხვა მინდა. მაინც ის ფეხბურთელები არ აკვავს რომ მოვთხოვოთ კეცბაიას, აი ისეთი ფეხბურთელები, რომელიც აი ადრე დინამოში აი 73, 74, 75 წლებში რო თამაშობდნენ შენგელია, გუცაევი, ესენი მაშინ იყვნენ საქართველოს ნაკრები და უფრო ძლიერები. ცოტა მერე 80-იან წლებში. კარგი, არის მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ.
მაგრამ ნაკრებში ეხლა ისეთი ისინი არ არიან ჯერჯერობით, რომ აი მოვთხოვოთ რაღაცნაირად ისა და არიან ახალგაზრდები კი მოდიან, მაგრამ მაგათულად დაღვინება ჯერჯერობით და გეთანხმებით აბსოლუტურად. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ რაც დაიწყო ჩვენ გადაცემა კრიტიკულად ყოველ შემთხვევაში ხა არც გვითქვამს და ხაზი არც გაგვისვამს და ან რა უფლება გვაქვს რომ თქვა რაღაცა ვიღაცა დავადანაშაულოთ. მით უმეტეს ხა ქეზბაია რომელმაც ჩაატარა მორიგი ამხანაგური თამაში და შესაბამისად მე ვთვლი რომ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვისაუბროთ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო თორე არ ამგონია რომ რომელიმე მე პირადად არ მაქვს იმის ამბიცია რომ ქეზბაიას რამე ვასწავლო თქვა სამწვრთნელო კარიერაში შესაბამისად ამიტომ ამაზე არც არის საუბარი. კახა სისტრაფეებზე მინდა კითხო რა დღეს ჩვენ ყავს ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელი ესეთ გამორჩეული თავისი სისტრაფით. ეხლა მე ვთვლი რომ თარგამაძის პატრონი ნაკრები თქვა აი მსგავსი ფეხბურთელის რა ეს არის ადამიანი რომელიც გინდა მარცხნიდან გინდა მარჯვნიდან სულ მოძრაობს სულ სწრაფია ძალიან სწრაფია აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილების სუდარბი და აი ამ სისტრაფეებთან დაკავშირებით მინდა კითხო მაგრამ სანამ იგივე გელაშვილი ავიღოთ რა ეხლა მარცვალაძე ავიღოთ მაგრამ სანამ ამ სისტრაფეებამდე ბურთს მივიტანთ ჩვენ იქ გვექნება ძალიან ბევრი პრობლემა. დრო იკარგება. დროც და სივრცეც. თავარია აი ამ დროც და სივრცეც ხო შესაბამისი. აი ამ შესახებ რო ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ხა დღეს თანამედროვე ფეხბურთი არის აგებული სისტრაფეებზე, ხა შესწორედ იმიტომ რომ სანამ ის იქ ბურთი მივიდა, ხო, ხა მით უმეტეს ალბანეთი. ნუ როგორ ნახეთ, ხო, მთელი გუნდი იდგა უკან. ფაქტურად 10 კაცი, 8 კაცი იდგა უკან, ხო? იქ სივრცეებიც იკეტება, დროის ფაქტორიც არის. ამიტომ ესეთი ფეხბურთელები რო ყავს, სტრაფი ფეხბურთელები, იმათ ჭირდებათ სივრცე. და ის სივრცე თუ არ გამოუნახეთ ჩვენ და ეს დროზე თუ არ მივაწოდეთ ბურთი, ხო? მათი სისტრაფე ასე ვთქვათ, მე ხდება ნულის ტოლი, იმიტომ რომ ისინი ამ სისტრაფეს იმ მოკლე იმაში ვეღარ განავითარებენ მე. ამიტომ ზუსტად ეგ თემა არის იქ, როცა განთავსდება ის ზონა, ხო? იმ ნამხევარწოლება, განსაკუთრებით საყდენება, იგივე დამცველება, ხო? ეს ბურთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიტანონ, იგივე თარგამაძე იქ, მარცვალაძე იქნება თუ გელაშვილი რამის შოლობა სულ ერთია ვინც იქნება. მაგრამ ჩვენ ყავს სწრაფი ფეხბურთელები, ამიტომ იგივე თარგამაძე ძალიან მიხარია, რომ ეს ბიჭი ასე კარგად თამაშობს და პროგრესირებს და იმედია, რომ ახლა წელს ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ნათელი წერტილია და ალბათ ახლო მომავალშიც ერთ-ერთი ლიდერი იქნება ჩვენი გუნდის. ზუსტად თავისი სწრაფის გამო. ამ წოვებს თამას ყოველთვის რა. პლუს ამას ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს ხო ეხა მე ჩვენთან იყო სტუდიაში თუნდაც თემურ ქეზბაია და პირველი მასთან საუბარი დავიწყე იმის განმარტებით თუ რატო არ არიან კობიაშვილი და იაშვილი. ეს მხოლოდ იმის გამო რომ ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა ჯერ კიდევ გარკვეული პერიოდის წინ გავრცელდა რაღაც ინფორმაცია გაახალგაზრდავება რაღაცა ვეტერანები უნდა წავიდნენ არ უნდა მე ერთი რაც შემიძლია ვთქვა დარწმუნებული ვარ იგივე ჯანო ანანიძისთვის იგივე თარგამაძე მე ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის თუნდაც ზურაბ ხიზანიშვილის გუშინ ამ მატჩში მინდორზე ყოფნა თუნდაც ისეთ ფეხბურთელებს როგორც კობიაშვილი იაშვილი მინდორზე ყოფნა ძალიან ბევრის მომცემია მაგრამ აქ როდესაც საუბარია გაახალგაზრდავებას ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველამ უნდა მიიღოს ისე როგორც არის. ყველა ვერ ითამაშებს მთელი თავის ცხოვრება ფეხბურთს ბუნებრივია, ხო? მე რა ჩვენ ყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ადამიანები იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც შექმნიან საქართველოს ეროვნული ნაკრების პირს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ახალგაზრდებში აუცილებლად იქნება ლევან ყენიას. მაგრამ მე ამ შემთხვევაში არ გეკითხები ჯერ ყენიას. მე მინდა კითხო, აი რა შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ საქართველოს ნაკრებმა და რის ხარჯზე პირველ ყოვლისა, რომ თუნდაც იგივე ხა დღეს რო ფეხბურთს ყველა თამაშობს, ეს 2x2-4-ია, ხო? რომ ჩვენ გარკვეულწილად მივახციოთ რაღაც წარმატებას. მე მახსოვს რა ის გადაცემა, როდესაც აი აქ ამ სტუდიაში, თუნდაც სხვა დეკორაციები იყო საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ვილაპარაკე და მაშინ მახსოვს ესეთი თქვი რომ მაქსიმუმ 12 ქულა. ეხლა ჩვენი ნაკრებისთვის მიმაჩნია ამ ჯგუფში მაქსიმუმ 9 ქულა იქნება. ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა. საფრანგეთი ესპანეთთან მე გამოვრიცხავ. სახში თუ ფინეთს და ბელარუსს მოვუგეთ ხომ კარგი. აი წარმატება პრინციპში წარმატება არის ჩემთვის საკლუბო დონეზე რაც იყო 13 მაისის რო განმეორდეს ახლა სანაკრებო დონეზე და საქართველოს ნაკრები გავიდეს ევროპის ჩემპიონატის 4-ში ხო წარმატება ჩემთვის ეს არის ხო ჯგუფში არა ნუ მოგება და ახლა საშიფრენაზე აღარ მაქვს მაგელა ილუზიები რა
საქართველოს ნაკრებს რეალურად აქვს პოტენციალი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შემტევი მოთამაშეები გვყავს შეტევაში. რომ ავიღოთ, მე არ ვაჭარბებ, ფიქრობ რა. მე ასეთი რამ ვიცი რა, შეიძლება ცოტა დაუჯერებელია. გელაშვილს აქვს უფრო სწრაფი გარბენი 30 მეტრში ვიდრე გქონდა ოლეგ ბლოხინს. ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. ძალიან. 3 და 64-ში გარბის 30 მეტრს. სტარტის და განვითარებაც ძალიან მაგარია. თარგამაძე, კობახიძე. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მეორე ტაიმში გამოჩნდა კიდე ერთი მომენტი. საქართველოს ნაკრები ასეთ გუნდთან არ უნდა თამაშობდეს ორი საფრთხენით. ფაქტია, რომ წინ წაწეული ორი შემტევი მოთამაშით გაძლიერდა აშკარად და შეტევა მომენტზე იქნებოდა. უფრო სწრაფი იყო შეტევები, უფრო მეტი იყო მეტოქის დაბნეულობა. რატომ? ყავს კობახიძე, რომელიც შეწე ფლანგიდან ცენტრში არის, ანანიძე, რომელსაც რაღაც სასწაული პრაქტიკა არ აქვს, ბიჭი და რა კარგად ითამაშა, ხო? ჯანო ძალიან, კი, რა თქმა უნდა. მე მართლა მომეწონა ახლა. შეკრება ძალიან ხანგრძლივი შეკრება ჰქონდა. ეს ბიჭი მოსკოვის სპარტაკში და მე სავსებით, აი, არ მინდა და არასდროს ვერიდებოდი ამაზე ლაპარაკს, მაგრამ რუსეთში ხშირად აი ესეთი მსგავსი დონის კლუბები ქართველს ეკცევა აბსოლუტურად გაუგონარი დამოუკიდებულება, არ ჩემს გავგება. შეკაი დედმამიშვილო, არსენალს უნდა ანანიძე. თუ შენ დუბლებისთვის გინდა გაყიდე რა. ძაღლმა არც თვითონ ჭამა, არც სხვა საჭამაო. მე იმას რუსულ-ქართულ ურთიერთობაში არ მინდა ამის გადატანა, მაგრამ ამას ახსნა არ აქვს. არა, იცი რა, არის მე ხო, აბსოლუტურად გეთანხმები. არც უშვებს, არც არენდით არ უშვებს, არც ძირითადში არ აყენებს. და მიუხედავად ამისა, ეხლა რამდენიმე თამაში იყო, როცა შეკრებაზე მიცეს ჯანოს ითამაშა და ძალიან კარგი შტაბეშილება დატოვა. თუმცა ის რომ რეგულარულად ანანიძე თამაშობს, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ ამ შეხვედრაში საერთოდ არ ეთყობოდა ჯანოს, რომ თქვათ პრაქტიკა ხო უთამაშებელი. უნდობლობა, რომელსაც ავლენენ ხშირად უკრაინული კლუბების და რუსული კლუბები ხშირ შემთხვევაში ქართველებს მიერ. სანდრო კობახიძე ეხლა ითამაშა დაახლოებით ისე, როგორც გვახსოვს თბილისის დინამოში. რატო ჩაიკარგა? ამ ფეხბურთელისთვის აბსოლუტურად უცხო იყო დნეპრი და კრიბასი, სადაც ის წავიდა. ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში კლუბების არჩევაში ცდებიან, მაგრამ ეს იძულებითი არჩევანია. კი ბატონო. მოდი გამოჩნდა მშვენივრად. სანდრო, მე მინდა ჩვენ საუბრობთ ამის შესახებ და აუცილებლად მინდა რომ გკითხო რა. ჩვენ თემურ კეცბაია თამაშობს, თქვათ, ამ შემთხვევაში ყავდა ლადო დვალიშვილი. იყო შემთხვევები, როცა ყავდა სირაძე მაგალითად. მაგრამ რეალურად ხო კეცბაიას თავარი კოზირი რისკენაც მიდის თქვა საქართველოს ნაკრები არის ის რომ გამოიყენოს ნახევარმცველები მარცხენა და მარჯვენა რომლებმაც რეალურად უნდა შეასრულონ ერთ გამოკვეთილ ფორვარდთან ერთად თავდასხმელების ფუნქცია ტრიო ხო სწორია ანუ მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ მე ვთვლი რომ ვერც ერთ თამაში ჩვენ საბოლოო ჯამში ის რაც უნდა თემურ კეცბაიას აი ამ ტაქტიკით, ამ სქემით და ამ პირამიდით ვერ შევქმნით. მოდი, ლაშა მე დავიწყებ იქიდან რაც თქვა მერაბმა, რაც მას აბსოლუტურად ვეთანხმები, ალბანეთის ნაკრებთან საქართველოს ნაკრებმა ორი საფრთხენით არ უნდა ითამაშოს. ანუ ჩვენ როგორმე, არ ვიცი ახლა ეს როგორც უნდა ისე გააკეთოს კეცბაიამ, მე ბუნებრივია მას აბსოლუტურად არაფერს არ ვასწავლი, მაგრამ გუნდი უნდა მიეჩვიოს პირველ ნომრად თამაშს რა. არ არის ორი საფრთხენით, როდესაც თამაშობ, შენ პირველ ნომრად არ თამაშობ, ესე იგი. გაკ თანაფარდობა საუკეთესო შემთხვევაში. თუ არა და თამაშობ მეორე ნომრად. გასაგებია კიდევ რაღაც ნიუანსებით არის გასაგები თუ თამაშობ ხორვატიაში, ხორვატიის წინააღმდეგ და იქ რომ შენ ცდილობ რომ ის 1-0 შეინარჩუნო, თუმცა მე ამასაც არ ვეთანხმები, რაღა დაგიმალო და ამასაც არ ვეთანხმები, რაღა დაგიმალო და იმიტომ რომ ნუ იქ ხორვატიაში ბურს რო ურტყავ წინ, იქ ვიღაცა უნდა იყოს თავდასხმელი ბურს რომ მოიგებს, იმან უნდა დაუგდოს უბრალოდ რა. თუმცა სანდრო, მაგ არის ერთი მომენტი რა, ეხლა კეცბაიამ რეალურად ყველაზე მაგარად და კარგად იცის და შესწავლილი აქვს ის სიტუაცია, რაც აქვს თვითონ გუნდში. ხო ხტები რა, ანუ მე ვფიქრობ რომ რანაბისას დგამს, ეს დგამს გამომდინარე იმ სიტუაციიდან. მაგას ვამბობ, ანუ თუ ამისი რესურსი და მე ვწმუნდები რომ ამის რესურსი საქართველოს ნაკრებმა თბილისში ალბანეთთან რომ ითამაშოს შემტევი ფეხბურთი არსებობს, რაც ჩვენ დავინახეთ მეორე ტაიმში, ხო? შემტევის ვიდრე დაცვის. ანუ
პირველი გოლი, რომელიც გააქვს საქართველოს ნაკრებს, მოდი ყველამ ძალიან კარგად გავიხსენოთ. ეს არის ყისიერი გადასვლა, მას შემდეგ რაც ალბანელები კარგავენ ბურთს, იმაზე რაც ჩვენ ვლაპარაკობდით რა. ანუ მომენტალურად გუნდი გადავიდა შეტევაში და ამან საბოლოო ჯამში გამოიღო ის შედეგი და არავის დრო არ დაუკარგია იქ. სანდრო კობახიძესაც კი არანაირად, რომელიც ცენტრალური ფორვარდი არ არის, ხო, ცენტრალური თავდამსხმელი არის, დრო არ დაუკარგია. ერთი შეხებით დაარტყა. ანუ იქ ბურთის გაჩერების მცდელობა ხო ძალიან დიდი ალბათობით მე ის ბურთი იკარგებოდა და კარში დარტყმაზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი. ანუ ამ ადამიანმა შემტევა ნახევარმცველმა გააკეთა ის რაც უნდა გააკეთოს. ხო, როცა მეორე ტაიმში ჩვენ გადავეწყეთ, როდესაც კობახიძემ შეიწია ცენტრში, როდესაც ამოქმედ და უფრო მეტად შემტევი ზოლი ცენტრალურზე მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, ხო, მაშინ მივიღეთ შედეგი. ეხლა ის რაზეც მე და შენ ვლაპარაკობდით იმამდე, რა ქვია, გადაცემამდე, ხო? აი ეს ორი ფლანგის ნახევარმცველი, ხო, რომელიც რეალურად უნდა ქმნიდეს ტრიოს, ამას ვერ ვქმნით ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ უკნიდან ვერ ვეხმარებით ამ წინ წასულ ფეხბურთელებს, რომ აი ნახევარმცველებს პროდუქტიულად, ანუ განაპირა ნახევარმცველები, ხო, ისე კარგად წინ ვერ მიდიან. შესაბამისად, ეს ვარიანტი, ხო, რამდენად არის მისაღები საქართველოს ნაკრებისთვის, ეს გადაწყვეტოს სამწვრთნელო შტაბმა, თუმცა მე მგონია, რომ ეს თამაში 4-3-3, რასაც ეძახიან ტაქტიკური მონახაზი საქართველოს ნაკრების დღეს მისაღები ვერ ხდება. კი ბატონო, თუმცა თამაშის სველობისას ნებისმიერი ტაქტიკა შეგიძლია და ბოლოს დავამტკიცო, ორი თავდამსხმელით თამაში, ერთი გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი და მეორე მის ირგვლივ მორბენალი და ჩვენ გავიხსენეთ, მაგალითად, შოთა არველაძე და დემეტრაც მაგალითად, როდესაც შოთა იყო გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი და დემე სულ დარბოდა მაგის ირგვლივ. ნებისმიერ ბურთზე დემე მიდიოდა, ნებისმიერ გადმოგვარდნილ ბურთზე დემე თამაშობდა და შოტლანდიის თამაში ავიღოთ გლაზგოში. ზუსტად ეგ იყო. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს და შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, საგამშვიდობის გისმენთ. გამარჯვებას მოგესალმებით. კითხვა მაქვს, შეიძლება თავდასხმელებთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს აღარ აჩვენს დავიცირადე და თუ გვაქვს ინფორმაცია გამერებული, როგორც ვთქვით, არ არის და ეს ერთი კითხვა და რაც შეეხება ახლა ალბანეთთან თამაშს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ და უფრო მეტი შეგვეძლო გავიკეთებინა და თამაშის დროს, იმიტომ რომ ეს ძირითადი შემადგენლობა იყო გამოძახებული ხმელის მიერ და შეგვეძლო უფრო უკეთესად გეთამაშა. რაც შეეხება ამას და ეს ლაბუ თვალისთან დაკავშირებით თითქმის ამ ბოლო თამაშებს ძირითადია, კარგად თამაშობს რაღაც ბოლოს, მაგრამ ვერ იტანს გოლს და ყავს სათავდამსხმელებიც, რომელიც შეუძლია დაიწყოს ძირითადი თამაში და თქვა გამოვცადოთ ის თავდამსხმელები. და კიდე მაინტერესებს ეს ამხანაგური თამაშებთან დაკავშირებით, ხო შეიძლება ნაკრებმა ჩაატაროს უფრო მეტი თამაში და უფრო მეტი ამხანაგური თამაში თამაშობს, აი მეზობლები ყავს თურქეთთან იბიცა ტურნირი გაკეთდეს, საქართველოს ჩატარდეს და თბილისში ამ ორგანიზება თუა საშუალება, რომ დაიგეგმოს ეთამაშოთ აზერბაიჯანს, თურქეთს, უკრაინას შეიძლება ჩამოვიდეს და უფრო მეტი ამხანაგური თამაში გქონდეს, რაღაც მეტი შეთამაშდნენ თავდასხმელებს. კარგით, გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, რაც შეეხება სირაძის თემას, ნუ მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ელემენტარულად მას არ ქონდა თამაშის პრაქტიკა და შესაბამისად ამის გამო არ იყო ის პერიოდი, როცა არ იყო ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, ნუ ასეთი განმარტება ჰქონდა ნაკრების მთავარსოს, რაც შეეხება ხა ამხანაგურ თამაშებს, ამხანაგური თამაშები იგეგმება და შესაბამისად ალბათ ყველაზე მეტად ვისაც უნდა რომ ბევრი თამაში ქონდეს ჩატარებული ამხანაგური, ეს თემურ კეზბაია შესაბამისად ეს ხო მარტივია FIFA-ს დღე არის და ატარება ამხანაგურა არ არის და შესაბამისად გავიყენებთ. არა, იქ იყო საუბარი ტურნირთან დაკავშირებით, რომ თქვა ჩატარდეს და ასე შემდეგ. ანუ ესეც მოგვარებადია, რასაკვირველია. ჩვენ უნდა გავიდეთ მცირე ხნით შევისვენოთ რეკლამაზე. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ისევ ჩვენ სტუმრებთან ერთად და კიდევ რამდენიმე წუთს დავუთმოთ ეროვნულ ნაკრებზე საუბარს. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, საუბრობთ ეროვნული ნაკრების მორიგი ამხანაგური მაჩის შესახებ 2-21-21-51 შეგიძლიათ დავუკავშირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ჩემი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები არიან სანდრო ცნობილაძე, მერაბ მამულაშვილი და კახა გოგიჩაიშვილი. ისევ განვაგრძოთ საუბარი, რამდენიმე წუთი გვაქვს, სანამ შემდეგი სარეკლამო ჭრა იქნება. კახა, მე მინდა კითხო, ჩვენ ახლა ძირითადად ჩამოვთვალეთ ეს ნეგატიური მხარეები, რაც დავინახეთ ამ შეხვედრაში. თუმცა, ჩემთვის კი ბატონო, ტაბლო რა თქმა უნდა, მთავარია, გუნდმა მოიგო, 2-1 მოვიგეთ და ვთქვათ, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი.
მე ვთვლი რომ საქართველოს ნაკრები ორი დანიშნული 2.11 მეტრიანით თქვათ და კიდევ რამდენიმე მომენტის შექმნის ხარჯზე არ უნდა იგებდეს ისეთ გუნდთან როგორიც არის ალბანეთის ნაკრები. მე ვფიქრობ რომ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია ვიდრე თქვათ ამ შემთხვევაში ალბანეთის ნაკრებს. თუნდაც სათამაშო თვალსაზრისით. გეთახმებით შეიძლება ახლა ვთქვათ ისე წასულიყო თამაში რომ ჩვენ უფრო დიდი ანგარიში მოგვიგო, მაგრამ ხო აი კიდევ ერთხელ გავმეორდები რომ იმ გატანილმა გოლმა ძალიან ისე უარყოფითად იმოქმედა ჩვენ თამაზე. პლუს კიდე ის რომ იყო კიდე მომენტები რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ და თორემ შეიძლებოდა იქ თქვა დიდი ანგარიშსაც მოგება. მაგრამ პრინციპში ახლა არც ისეა რომ თქვა ალბანეთი არ არის ხელსამოსაგრავი გუნდი. დღეს თამაშობს ყველა აბსოლუტურად. ხო, ვერ ვიტყვით ვერცეზე რომ ჩვენ მით უმეტეს რომ აი ყოველას გინდა თუ არა მოუგებთ ან დიდი ანგარიშით. იმიტომ რომ ასე ვთქვათ ფაქტიურად ძალიან ისე ვართ ჩვენ რა. არ არის დიდი განსხვავება მე ასე ვიტყვი ჩვენში რა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თბილისში ჩვენ შეგვეძლო რომ ამ თამაშის უფრო დიდი ანგარიშთაც მოგება. ალბათ თავი და თავი კიდევ ერთხელ თვითონ თემური იმას თქვა რომ ისე აი თუნდაც საგოლე მომენტების გამოუყენლობა იქ თუნდაც ის 2.11 მეტრიანი რო ვერ შევაგდით. კიდე იყო მომენტები რომელიც ვერ შევაგდით. პრინციპში ახლა ალბანეთს ბევრი ისეთი არც არაფერი გაუკეთებია შეტევაში. მეორე ტაიმში ერთი მომენტი იყო, კარგად ითამაშა რევიშულმა, კარგი ბურთი გამოვაძრო. ბოლოსკენ რაღაც ასე თქვა ხო, იმიტომ რომ თვითონ ალბანეთიც მეორე ტაიმში მთლიანად გადავიდა დაცვით თამაშზე. ну კიდევ ერთხელ შეგვეძლო ამ ანგარიშით უფრო დიდი ანგარიშით მოგება. ну რაც იზამ ფეხბურთი ხარ. კი ბატონო, მაყურებელი ყავს და მე შემდეგ უნდა გკითხოთ. საღამოშვიდობის გისმენთ. გისმენთ, გამარჯობათ. ალო. გისმენთ საღამოშვიდობის. მოგესალმებით, ვიცებო. მე მინდა ჩემი აზრი დაგიფიქსიროთ. დიახ. ალბათ სპეციალისტები უფრო განზიან, მაგრამ მაყურებლის იმის მე გულში ვსული რომ აი პირდაპირ ვერ ითამაშა დაუსილმა, ვერ ითამაშა ჯაბაკანკავამ და დვალიშვილს არ ვიცი ვერ ვთვლი რომ თუ გვარია მაინც იქნებ ჯაბადვალს დავუმატოთ თბილი და ისო თამაშოთ. რატო დვალიშვილის საწინააღმდეგო რა გაქვთ? თუ დვალიშვილებზე ალაპარაკი ალბათ კახებობი ჩაიშოს ახსოვს იყო ასეთი დარიელ დვალიშვილი წინვალე ფეხბურთელი რომელიც ახალ კაცმა არ გაახარა. კარგით, გასაგებია, დიდი მადლობა. ჯაბადვალთან დაკავშირებით მეც უკვე ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბიჭი ფაქტიურად უგოლოდ არ გამოდის. დღესაც ამის შესახებ მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ელემენტარულად იმსახურებს თემურ ქეცბაიას ყურადღებას. ამის შემდეგ დაბრუნდა ჰეტრიკით. ამის შემდეგ დაბრუნდა ჰეტრიკით. კი ბატონო, აქ ისეთი მომენტია რა, არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაში მთავარია. დაბრუნდა, 3 გოლი გაიტანა და გამორჩეული ფეხბურთელი ერთ-ერთი სახაზი. და საუკეთესო ბომბარდირია პირველ ადგილზეა 12 გატანილი გოლი. ნაკრების რესურსზე, ხო? მნიშვნელოვანი თემაა, რა ვიცი. ნაკრების რეზერვზე. წვრთნელის თავარი დანიშნულება შეიძლება მე მეშლება, მაგრამ მე ასე წარმომიდგენია. არა იმდენად ტექნიკაში და ტაქტიკაში მოთამაშის გავარჯიშება ნაკრების მწვრთნელის. არამედ ფეხბურთელის გახსნა. მე მრჩება შტაბ-ჭრილობა რომ გელაშვილი არ არის ბოლომდე გახსნილი, მარცვალაძე არ არის ბოლომდე გახსნილი და გუნდში არის რესურსი, რომელსაც უნდა გახსნა და ამოქმედება. რაც არ უნდა კონფლიქტი მომხდარიყო, მე მიმაჩნია რომ ნაკრებისთვის არის აუცილებელი გოგვა, რომელსაც შეუძლია იმ პრობლემის მოგვარება, რაც მოედნის ცენტრშია ბურთის სწრაფი ამოტანა. ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს. რეზერვს ვხედავ მერებაშვილში, რომელიც დარწმუნებულია რომ ნაკრებს წაადგება, იმიტომ რომ სერბეთში ისეთ ფილტრში გაატარეს, რომ ეს ეგოისტი მოთამაშე გახდა კოლექტიური მოთამაშე და სასარგებლო მოთამაშე. რეზერვს ხედავ ვაკო ყაზაიშვილში, რომელიც დარწმუნებული ვარ საქართველოს ნაკრებს მალე წაადგება და ამ გაახალგაზრდობის პროცესში კიდე ერთი კითხვა მებადება, რამდენი წლის უნდა გახდეს გიორგი ჭანტურია, რომ თქვა ნაკრებისთვის ეს ნაკრებში საინტერესო ფეხბურთელი გახდეს. 19 წლის არის უკვე ეს ბიჭი და არ მგონია ესეთი პატარა ბიჭი იყოს, რომ ერთხელ მაინც არ შეიძლებაოდეს მისი გასინჯვა. რა თქმა უნდა, ნაკრები რეზინის არ არის, ყველას ვერ დაიტევს, მაგრამ ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩვენ ასეთ დონის ჩემპიონატში მე მგონი ბევრი ფეხბურთელი არ ყავს. რა თქმა უნდა,
ერთს ვიტყვი რა, კეცბაია, როდესაც მოვიდა ნაკრებში 15 ისეთი მოთამაშე მოიყვანა, რომელზეც რატომღაც ერთ პერიოდი იყო ხაზე გადასმული. ნუ იყო ესეთ შეხედულება და საერთოდ დრამატიზება, რომ ამის და იმის გულისთვის არ იწვევდნენ, არ მსურს, მაგრამ გოგუა იყო ესეთი ფეხბურთელი, რომელიც პირველ რიგში ამას ვიტყვი, ყველგან თავის მტერია შეიძლება ხასიათისში, თქვა, უჭირს ურთიერთობა, თქვა, მწვრთნელებთან შესაძლოა. პრობლემები ჰქონდა თითქმის ყველა მწვრთნელთან, მაგრამ არ ქონია პრობლემა დევდარიანთან და რატო არ ქონდა? დევდარიანი ხსნიდა ამ ფეხბურთელს. ანუ მე საიდანაც დავიწყე, იქით დავამთავრებ, რომ მე იმედი მაქვს, მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ მე მინდა დავიჯერო, რომ გოგუა დაბრუნდება ნაკრებში. იგივე სირაძის თაობაზე ითქვა რა. სირაძე ფაქტობრივად სეკვესტრიაში არის მოყოლილი რა და ეს ნაკრებში არ თამაშობს. ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი. მიზეზი გაუგებარი, ნუ უთამაშებლობა, ხომ? კი ბატონო, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ეს შედეგიანი თავდამსხმელი იყო. კი ბატონო, მაყურებელი 23 დღის შემდეგ შენ მინდა გითხო, საღამოშვიდობის გისმენთ. ლაშა, მე ვფიქრობ, რომ ბატონ თემურის კომპეტენციაში არავინ არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ისეთი ფეხბურთელი, როგორც ჯაბადვალია, მგონი არ ახავს ესეთი შესრულებელი ჯერჯერობით საქართველოს ჩემპიონატს, ბევრი. მე ამას ვფიქრობ და რაც შეიძლება ითქვას ნაკრებზე ძალიან მომეწონა თამაში და ერთი კითხვა მოხდა კიდევ რომ არიან შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა ბრაზილია არგენტინას არ უნდა შევადაროთ ჩვენ ნაკრები მაგრამ ისინი თავიანთ შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს წელიწადში ორჯერ ახვედრებენ ერთმანეთს ხომ შეიძლება რომელიმე საფეხბურთო ფედერაციასთან გაფორმდეს ესეთი ხელშეკრულება რომ ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელები შეხვდნენ მათ ჩემპიონატის ფეხბურთელებს კარგით, მადლობთ. ნუ კომპეტენციაში ბუნებრივია არ ჩვენ არ ვერავი, ჯაბადვალს რაც ეხება უკვე ვისაუბრეთ და სანდრო მე მინდა კითხო, ჩვენ რეალურად ვაჩვქეთ ალბანეთს გოლი. საბოლოო ჯამში თამაში მოვიგეთ. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ შეიძლება მსგავსი გოლი ვაჩვქოთ ისეთი დონის ნაკრებს, რომელსაც თამაში ვერ მოუგო. შესაბამისად, აქვე მინდა გავაერთიანო, რახან ბოლოსკენ მივდივართ უკვე ამ თემის. პლუს ამას დამატებული. შედალოცილო იქნები, აქეთ გვაჩუქო. ხო და, არა, მაგას გულის. ვინ და გაიტანოს პენალს ვერ იტანოს. 11 მეტრიანებზე მინდა კითხო რა, ეხა 2-11 მეტრიანი ერთ თამაში ვერც ერთი ვერ შეაგდო. ბოდის ვიხდი რა, ეს ცოტა მე არ დავიწყებ ნამდვილად საუბარს იმაზე, რომ გუნდში უნდა იყოს სტაჟიანი და პენალტისტი და ასე შემდეგ. ჩვენ რეალურად გვაქვს პრობლემები, მაგრამ თავარი პრობლემა მე მაშინია არის ის, რომ შეიძლება დაუშვათ ერთი შეცდომა და ეს შეცდომა მე ვეღარ გამოვასწოროთ, როგორც მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მე მაინტერესებს შენი აზრი ამასთან დაკავშირებით. იცი რა, როდესაც ლაპარაკი გვაქვს სერიოზულ გუნდზე, ხო, ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ იქიდან რეალობას შევხედოთ თვალებში, რომ სერიოზულ გუნდთან თუნდაც თბილისში ორ პენალტს საქართველოს ნაკრებს არავინ არ დაუთებს. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული ამბავი. კარგია, რომ შენ თვითონ თქვი ეს ყველა. მით უმეტეს ოფიციალურ თამაშში არავინ არ დაუთებს. რა ამ ხანაგურში კიდე შეიძლება დაუდო. ეგ ერთი, მეორე, ამ პენალტს უნდა გატანა. მე საერთოდ ახლა მქონდა ბედნიერება და უშუალოდ მემუშავა ორ მთავარ მწვრთნელთან, რომ საკმაოდ სახელოვანთან, ჯერ ტოპენერთან და მე კუპერთან, მე არ მინახია, რომ თუ არ არის რაიმე ესეთი ტურნირი, რომლის პლეი-ოფშიც არის გუნდი გასული, რომ დამატებით დრო და პენალტები თუ არ განიხილება, მე არ მინახია, რომ რომელიმე მწვრთნელი სპეციალურად ფეხბურთელებს ავარჯიშებდეს 11 მეტრიანების დარტყმაში ერთი კონკრეტული თამაშის წინ. ანუ ესეთი რამე არ ხდება. არ ხდება რატო? იმიტომ რომ გუნდში არის ხოლმე ზოგადად ყოველთვის არის შტატიანი პენალტისტი, რასაც ქვია, ანუ ამ კაცმა უნდა დაარტყას 11 მეტრიანი. გუშინ ფეხბურთელებმა სანდრო კობახიძეს და ზარია სუსმენდი თქვეს რომ თემურმა გადაწყვიტა, ბატონმა თემურმა გადაწყვიტა, რომ პირველი პენალტი უნდა დაერთხა დვალიშვილს. მე ეს ცოტა მესმის, ეხლა რატომ ასე ეს მიეცა კი ბატონო. ეს არის აბსოლუტურად ადამიანური მომენტია, დვალიშვილმა ეს პენალტი ვერ გაიტანა. შესაბამისად, მოდი გადავდოთ ეს დვალიშვილის თემა. დვალიშვილი აღარ არის შტატიანი პენალტისტი რა. ხო, ანუ აქ დგება საკითხი, რომ ვინ უნდა დაარტყას ეს 11 მეტრიანი, ხო? ამისთვის უნდა შეირჩეს ფეხბურთელი ხო, ახლა კობიაშვილი სულ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, რომელსაც პენალტი აქამდე არ გაუფუჭებია საქართველოს ნაკრებში. ხო, ამიტომ უნდა გამოჩნდეს ერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ პენალტს დაარტყავს და შესაბამისად მე მას დაევალება ამ პენალტის დარტყმა და დამთავრდება ამით. მე მაქვს ერთი იდეა, ნაკრებში პენალტის მწვრთნელად მოვიწვიოთ რეზო ჩელებაძე. არ დააგვირდით თანამედროვე ფეხბურთში პენალტს ურტყავენ მაღლა და ძელს ქვემოთ. ჩვენები ურტყავენ რატომღაც კუთხეში. დაბლა და ჩელებაძე ნაკრებში პენალტის. მე რა და ახასას მინდა მე ვკითხო ეს მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური
თამაში იყო და რაღაცა ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა რა. შენ იმიტომ წარმოვიდგინე, როცა ვერ გაგაქვს ორი პენალი ალბანეთს 4-დან 3 არ აქვს გატანილი. შენ წარმოვიდგინე ხა რა შეიძლება მოხდეს, თქვათ, მოხდა ისეთი რამ, რომ დაინიშნა. თუნდაც ერთი 11-იანი საფრანგეთი. ერთადერთი შანსი ხო? ერთადერთი შანსი გაქვს, რომელიც უნდა შეაგდო რა ყველა ვარიანტში ამას. ფსიქოლოგიური მომენტია, შეიძლება მუხლები აუკან გალდეს უყოლას. ხო, ეგეც არის, რა თქმა უნდა, ხო, ძალიან რთულია. არავინ არ მივიდა დასარტყმელი. ხო, სამუშაოა. სამუშაოა აუცილებლად. ახლა რაც შეეხება რესურსს რა, საქართველოს ნაკრებს მართლა აქვს, დღესაც აქვს რესურსი. მე ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ იყო თემურ კეცფაიასი, როდესაც მან თქვა, რომ მოივლის საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულს და იპოვნის იმ ფეხბურთელებს, იმიტომ რომ მას მიაჩნია სირცხვილად ის, რომ ის შედეგი, რომელიც დაუშვათ იყო დაფიქსირებული წინა შესაჩერებლ ციკლში, სანამ თემური ჩაუდგებოდა. თუ კიდევ ერთხელ ვიზახი რა, არანაირ ეჭვი არ შემაქვს რა. ანუ ამ ადამიანმა მართლა მოიარა საქართველოს ყველა კუთხე კუნჭული, იპოვნა ფეხბურთელები, ზოგი 15 ფეხბურთელი დააბრუნა, მე რა თქვა, აბსოლუტურად ვეთანხმები, ზოგი ფეხბურთელი არ იყო ნაკრებში რაღაცის გამო, ზოგი თვითონ უარობდა, მაშინ ჩამოსვლას მე ძალიან კარგად მახსოვს ამისულაშვილთან მე თვითონ ვილაპარაკე და მან თქვა, რომ საცნელ შეკრებაზე ეროვნულ გუნდში არ ჩამოვიდა და იმიტომ რომ რაღაც სხვა ქონდა დაგეგმილი, ანუ ეს თემას არსებობდა, ეს ყველაფერი მოკვდა დღეს საქართველოს ნაკრებში ყველა ჩამოდის, ხო? მაგრამ იგივე ჯაბადვალი, რომელიც შენ იგივე ნაკრების თამაშს უნდა თქვა, რომ იგი მის სქემაში არ ჯდება. ეს ცოტა გაუგებარია რა. ოღონდ მართლა ვიძახი, აბსოლუტურად ვერ ვეთანხმები ახლა და რა ვქნა. ხო? და პლუს კიდევ არიან იქ მოთამაშეები გელაშვილი, მარცვალაძე, რომელზეც მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი საქართველოში. აი ის რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, ლაშა, ხო, იმ ტაქტიკურ სქემაში 4-3-3 არის, მარცვალაძე არის იდეალური შემსრულებელი, იმიტომ რომ იგი არის ზუსტად აი ის გარემარბის ფუნქციებით დატვირთული, სწრაფი, ტექნიკური, დრიბლინგი აქვს, ცენტრში შესვლა, ყველაფერი შეუძლია. სამწუხაროდ იგი ვერ ავლენს თავის პოტენციალს ბოლომდე. კი ბატონო, მაყურებელი ყავს კიდევ ერთი საღამოშვიდობის გისმენთ. საღამოშვიდობის ბატონო ლაშა. გამარჯობათ. მოგესალმებით, ჩვენ წლების წინ დავიწყეთ ასე ვთქვათ საუბარი ჯერ კიდე საფრანგეთის თემიდან შორს არ წავალ უბრალოდ საკითხზე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვით შეიძლება. ნუ წლები გადის უკვე ასაკი გვემატება და მიწევს ერთი და იგივე გამეორება არც ბიძაშვილია ჩემი არც ნათესავია არ ვიცნობ არ მინახავს რეზო ძუძუაშვილს არ ეღესა საქართველოს ნაკრების მცნელობა. ყველას გიცნობთ ბატონ ლაშასთან ერთად ყველას პატივისცემთ და ძალიან გთხოვთ რომ ამის მე რო გავალ ეთერიდან ნუ იტყვით ყველაფერი ეს ჩემზე. არა როგორ გეკადრებთ მაგრამ ფაზიას. არა იყო ესეც თქვენთან არა ბატონო ლაშა. ეს მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი საკითხი თუ შეიძლება რამენაირად ფსიქოლოგი მოუყვანეთ ჩვენს ფეხბურთელებს. პენალსაც გაიტანენ და ფეხბურთს თამაშობენ მე მგონი. კარგი, დიდი მადლობა. ნუ ფსიქოლოგის თემა ეს მე არ ვიცი, ეს მარტო ალბათ თვითონ კლუბებშიც უნდა დაინერგოს. სულს მე ამაში ვერაფერს ვერ ხედავ, თუმცა თუ ფეხბურთელი არ ყავს, ფსიქოლოგი რას გააკეთებს, არ ვიცი. მე როდესაც ამ მეტოქეებზე ვსაუბრობ, როცა ყავს უფრო სერიოზული მეტოქე, კახი შენს მინდა რომ მომისმინო ამ თემაზე, იმიტომ რომ აუცილებლად გკითხავ. თუნდაც ალბანეთზე მაღალი რანგის მეტოქე. იგივე საფრანგეთი, ესპანეთი, ხო? თქვა, ყავს ჰოლანდია. ჩვენ რო თუ გავიხსენებთ, რაც მოხდა თბილისში 17 წლამდელების შესარჩევზე. თუ გახსოვს, საქართველოს ინგლისის თამაშზე, ნუ ის თამაში ინგლისს არ უნდა წაეგო საბოლოო ჯამში. ჩვენ გქონდა მზეზე პირდაპირ რეპორტაჟი ამ მაჩის თუ სწორად მაგ. მოკლედ, 200%-იანი 11 მეტრიანი არ დადო. ერთი ჰუფნაგელი ჩაჭეხეს მეორე ტაიმში და პირველ ტაიმში ხელით ითამაშეს, პირველ ტაიმში ხელით იყო 1-1. მოკლედ, ის თამაში ინგლისის ნაკრებს არ უნდა წაიგო. ეს მე ვთვლი, რომ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის აქ მარტო ქართველებზე არ არის და საქართველოს ლაპარაკი. გაუწერელი კანონია. ყველას პრობლემაა აბსოლუტურად. ანუ მე გულისხმობ პატარა ქვეყნის. მე მინდა ერთი კარგი ფაქტი გაგახსენოთ. ეროვნული სტადიონის განახლებულის გახსნა 2006 წლის 2 სექტემბერი. საიდან დაიწყო ის თამაში სამარცხვინო 0-3, რომელიც ტოპ-1-ში შოთიზე არდებენ 11 მეტრს. არა, მე მინდა მანამდე გაგახსენოთ ის ეპიზოდი, რომელიც მე-13 წუთზე მოხდა. ვიეირას ებრძოლება კობიაშვილი უკნიდან აბსოლუტურად წესების დაცვით და ყვითელ ბარათს უფრიალებს საჯი. ამით საქართველოს ნაკრებს FIFA Spirit მსაჯი ეუბნება, რომ
დაწყნარდი. მიუხედავად იმისა, რომ სახში მე ასეთი რამ მინდა თქვა. საფრანგეთი და ესპანეთი სოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე რა თქმა უნდა უფრო მომგებიანი ქვეყანაა, მეტი ტურისტია, მეტი თანხის ჩადება არის და სამწუხაროდ დღეს ფეხბურთმა როგორც ოლივერ კანმა თქვა, სული გაყიდა ფულზე. კარგით, კიდევ ერთი მაყურებელი ყო საღამოშვიდობის გისმენთ. საღამოშვიდობის, მოგესალმებით, თქვენ საუბრობთ ნაკრებში, ასე ვთქვათ, სირადის გამოძახებასთან დაკავშირებით, არ შემიძლია რომ ამას არ გამოვეხმაურო. ყველაზე თავარი ჩემი აზრით არის ის, რომ თვალიშვილს რამდენჯერმე მისცეს, არა რა ვიცი, ამ ფეხბურთს ყოველთვის აძლევს კეთბაიაშას, მაგრამ მან თითქმის ვერც ერთხელ ვერ დააფიცა, რომ ის იმსახურებს ეროვნული ნაკრების ცენტრ ფორვარდად ყოფნას ძირითად შემადგენლობაში. და ალბათ უმჯობესი იქნება თუ სირაძეს უფრო მეტი შანსი მიეცემა და ამაზე მედიაც და სპორტული ჟურნალისტებიც უფრო მეტი ლაპარაკებენ, იქნებ მისცენ შანსი. რაც შეეხება კარგით, დიდი მადლობა და ახლა იგივე კითხვით მინდა შენთან გადმოვიდე და დავამთავროთ ამით ეს ნაწილი, ანუ მერაბმაც ხაზი გაუსვა, სანდრომაც, მეც შესაბამისად ეს პრობლემა სულ ჩვენთან ერთად იქნება. ანუ ჩვენ რაღაც ხო ეგრეა როგორც მე რომ აღნიშნა, იმიტომ რომ საერთოდ საფეხბურთო ქვეყნებს ასე თუ ისე მაინც წყალობენ, გინდა არ გინდა, მაინც პატარა სიმპათიები ყოველთვის ექნებათ, ბევრი მიზეზების გამო. თუ რა სიძან ხდება ხოლმე. მე ახლა იმ ორ პენალზე გამახსენდა ჰოლანდია-იტალიის მატჩი, როცა ჰოლანდიამ ნახევარფინალში ორი პენალი გააფრჩა ზუსტად, ეგეთებიც ხდება ფეხბურთში, მაგრამ აუცილებელია მაინც თუ გვიწყალობენ მსაჯები და დაგვიდებენ პენალს, ის პენალი მაინც გამოვიყენოთ, ხო? როცა მოგცემენ. ღმერთ მაგნას და დაგვიდონდა. ხო უნდა შევაგდოთ არა? ან მეორე მომენტია რა. ფული ჯოჯოხეთს ანათებს და FIFA-ს არ გაანათებს. როგორც ამბობენ ძალიან კარგად განათებულია უკვე. ძალიან კარგად ანათებს. იგი ყატარი ანათებს, აქეთ რუსეთი შიდა განათებს. ერთი რამ მინდა ლაშა დავამატო ბოლოსკენ, ანუ აქ პენალტებზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ პენალტს რო თავი დავანებოთ, ხო, ერთი რო იმ პენალტს შეგდება უნდა, მაგაზე ორი აზრი არის. ძალიან ცუდად მენიშნა მე პირველად, რაზეც აქ იყო საუბარი. პირველი გოლი გაუშვით და დავდექით. ანუ დავიბენი, ნუ ვისთან დაიბენი, ხო? მესამე წუთზე უშვებ გოლს, გასაგებია, კი, მოულოდნელი ბურთია, მაგრამ თუ ესე ყურები ჩამოყარა გუნდმა, ხო? ხო, ესეც ჩვენი სინდრომია რა. ეხლა ერთი კვირის წინ იყო თამაში, ეს არსენალი ტოტენჰემი თამაშობდა 2-0 იგებდა ტოტენჰემი 25 წუთზე. და 5-2 მოუგო არსენალმა მერე რა, სახლში თამაშობდა რა. ანუ ესეც მე მეთანხმები აბსოლუტურად და ბოლოს კახას მინდა ვკითხო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, ერთადერთი პირადად მე რისთვისაც მიღირდა რომ ეს თამაში საერთოდ ჩატარებულიყო, მიღირდა მხოლოდ იმიტომ რომ ის ბიჭი გამოჩნდა ისევ საქართველოს ნაკრებში, ყენიაზე მე საუბარი, რაც მე ვთვლი რომ თემურ ქეზბაიას მხრიდან იყო უაღრესად ძალიან კარგი და დადებითი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ამ ადამიანის მიერ. მე მინდა შენ კითხო, ეხლა ჩვენ გქონდა ყენიას პირდაპირ ჩართვა, თუმცა შენ თუ როგორ შეაფასებ თვითონ ამ მომენტს, ეხლა დამეთანხმებით ალბათ რომ ყენიასგან იმ შეხვედრაში არავინ არ ელოდა რომ გამოვიდოდა 5 გოლს გაიტანდა და წავიდოდა უკან გერძენკერხენში, ბუნებრივია. მისთვის მთავარი თემა იყო ის, რომ ის დაბრუნდა ნაკრებში, მიიღო ხალხმა თემური კაი ჟესტი გააკეთა, მაისური ჩაიცვა და იგრძნო, რომ ის არის საქართველოს ნაკრების წევრი, მისი იმედი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. 2 წელი თუ მეტი გაუწევდა, ძალიან რთული ოპერაციები გადაიტანა და ის რომ ის იმედი და ის პერსპექტივა, რომ ის კიდევ არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მისი იმედი აქვს როგორც ჩვენ, ისე მთელ ქვეყანას და მთელ ნაკრებს და ძალიან კარგია, რომ აი მიმედით ის ჩავა და მოემზადება ამ სერიოზული თამაშების მისურვებ წარმატებას, რა ვიცი, მომავალში და ღმერთ მაგდასო აღა ის ტრავმა რომელიც მას ხონდა. თავარი ჯანმრთელობა გასთავარი პირველ რიგში, თორე ის რომ პოტენციალი და ნიჭიერი ფეხბურთელი ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ძალიან დაამატე მე. ზიდანის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ხო იგივე ფეხბურთელები დარჩნენ. ესეთი ფეხბურთელი ახლა აიღეთ მესის გარეშე დარწმუნებული ვარ ბარსელონა, რა თქმა უნდა, იგივე არ იქნება. სობილაძესთან ერთად ფეხბურთელები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთ საინტერესო საუბარი მქონდა გადაცემის პირველ ნაწილში.
დიდი მადლობა სანდრო. მადლობა. მირაბ კახა, უღრმესი მადლობა. ჩვენ მცირე სარეკლამო პაუზა გვექნება და უკვე განაცემის მეორე ნაწილი დაეთმო მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატს, განსაკუთრებით კი ზესტაფონს გუნდს, რომელიც ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს, ახალგაზრდა მწვრთნელებით, ძალიან იმედისმომცემი ფეხბურთელებით და ჩემთან უკვე სტუდიაში იქნებიან გუნდის მთავარი მსმენელი გია ჭიაბრიშვილი, მწვრთნელი გიორგი ყიფიანი და მეკარეების მწვრთნელი თამაზ ოდიკაძე, ასე რომ ასევე საინტერესო საუბარი გველის უკვე მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში 2-21-21-51 ჩვენ სტუდიის ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ დავკავშირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ეროვნული ნაკრების მორიგი ამხანაგურის შეხვედრის შესახებ. ახლა კი ვისაუბრებთ ზესტაფონის შესახებ და ზესტაფონში მიმდინარე ამ გუნდში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩემთან სტუდიაში სტუმრად არიან გუნდის მთავარი მსმენელი გია ჭიაბრიშვილი, მწვრთნელი გიორგი ყიფიანი და მეკარეების მსმენელი თამაზ ოდიკაძე. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე ვიცი რომ თქვენ დღეს თამაში გქონდათ და ბუნებრივია თამაშის შემდეგ ჩამოხვედით და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რომ მოახერხეთ ჩვენთან მოსვლა და გადაცემაში მონაწილეობის მიღება. გილოცავთ მორიგ გამარჯვებას და პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, რა ხდება, რა ვითარება ზესტაფონში და როგორ მიმდინარეობს გუნდის ეს თამაშიდან თამაშამდე მოსამზადებელი პერიოდი. მოგესალმები ტელემაყურებელს. ზესტაფონში ჩვეულებრივად ვემზადებით შეკრების შემდეგ უკვე 2 ტური ჩავატარეთ, დღეს იყო მესამე ტური, გადაიდო ეს თამაშები უამინდობის გამო და ცოტა სათამაშო რიტმიდან ამოვარდით, მაგრამ კარგი არის რომ ეს ყველაფერი ამ გადადებული თამაშები, ეს ყველაფერი ისე წავიდა რომ მაინც გამარჯვება სამივე შეხვედრაში მოვახერხეთ და რთული თამაშები იყო. უშუალოდ ისეთი თამაშები მოგვიწია რომ სამივე გუნდს, ვისაც ჩვენ ვეთამაშეთ, ჩვენთან გამარჯვება და ის უნდა რომ დარჩენილიყო ამ საუკეთესო 8 გუნდში და ჩვენთან აუცილებლად გამარჯვება ჭირდებოდათ. გუნდმა ეს ნელ-ნელა დავიწყეთ ისე რომ თამაშის ხარისხი არ იყო ისეთი კარგი, უბრალოდ თამაშიდან თამაშამდე უყურებთ რომ გუნდი ვითარდება, წინ მიდის, ხარისხსაც უკვე შედეგი და შედეგდანთან უკვე ხარისხიც მოიმატა, გატანილი გოლებიც სანახაობრივი თამაშის და ამ ეტაპზე კმაყოფილები ვართ, ძალიან კარგად მიდის ეს ყველაფერი და დანარჩენი შევხედოთ როგორ განვითარდება უკვე მომავალში ვნახავთ ამ ყველაფერს. ძალიან კარგი მაყურებელი გყავთ საღამოშიდობის გისმენთ თუ არსებ გიორგი კიკნაძე გვიკავშირდება. საღამოშიდობის გიორგი გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. გისმენთ, კი, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ლაშა, მოგესალმებით. ალო. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ხო. მე ხა გამოვხდეს მითხეს რომ ზესტაფონზე იქნება უშუალოდ საუბარი, მაგრამ შეიძლება ერთი სიტყვით რა ახალგაზრდობაზე იყო ლაპარაკი ნაკრების. დიახ. ორი სიტყვით ვიტყვი გალაშა თუ შეიძლება რა. კი, რა თქმა უნდა, გისმენთ. ხო. მე ვფიქრობ რომ ხა ზუსტად არ ვიცი მე თემურის რა უდევს თავში თქვა და რა მოსაზრება აქვს, მაგრამ იგივე თქვა კობიაშვილის და იაშვილის შემთხვევაზე ვსაუბრობ. მე ვფიქრობ რომ ეს ხალხი სანამ ფეხბურთს თამაშობენ და თან აქტიურ ფეხბურთს თამაშობენ მაღალ დონეზე, ესე ვიტყოდი, ალბათ ამ გაახალგაზრდების პროცესში აუცილებლად საჭირო უნდა იყოს ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი, ეს ჩემი პირადი აზრია რა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენც ამის შესახებ ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში და საკმაოდ ვრცლად. ხო. ანუ მე ვფიქრობ რომ თუ არ იქნა თქვა ის სინთეზი, რასაც ქვია გამოცილი ფეხბურთელები, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად გამოიწყულია ჩემი აზრით რომ რაღაცაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ კარგად მოგიხსენებათ რომ უშუალოდ თქვა რასაც მწვრთნელი შეძენს თქვა საუბრით, იგივე უშუალოდ თამაშის დროს ძალიან ბევრს და უფრო მეტს ასე ვთქვა უშუალოდ თამაშის დროს სწავლობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები რა და შეიძლება ვთქვა იმ ეტაპზე აჩათვალოს მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენოს თუ არა ესა თუ ის ფეხბურთელი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მათი გუნდში ყოფნა კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და მე მგონი ყველა მაგაზრზეათ მე მყავდა თემურ ქეჯბაია მოწეული სტუმრად, ამასაც გავუსვი ხაზი გადაცემის პირველ ნაწილში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თავად თემურს განემარტა, რატო არ იყვნენ გამოძახებული იაშვილი და
კობიაშვილი და მან ახსნა რომ ყველამ კარგად იცის საქართველოში რადონის ფეხბურთელები არიან ერთიც და მეორეც. ეხლა პირადად არ მქონია საუბარი. კი ბატონო. მაგრამ მე მოусმინე თემურის საუბარს და ასე ვთქვათ, მან განაცხადა რომ ეს არის უკვე ვთქვათ დასული ფეხბურთში, ასე ვთქვათ ვეტერანები, ახლა რა თქმა უნდა კარგად დაახასიათა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მინიშნება იყო ეს განცხადება, რომ ნელ-ნელა ალბათ უნდა გამოიმშვიდობნონ ნაკრებს რა და რა ვიცი, ეს ჩემი აზრია ყოველ შემთხვევაში. რო გვაჩვენებს ნელს თავის შეხედულება აქვს, რა თქმა უნდა და ამაზე ორი აზრი არ აქვს. კარგით, გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. განვაგრძოთ საუბარი ისევ ზესტაფონთან დაკავშირებით. გია, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა ტრანსფერების გულისხმობ ამ შუა საზონო პერიოდში. თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს გუნდს პრაქტიკულად არ დატყობია და მიდიხართ ძალიან კარგად გამარჯვებებით და საკმაოდ კარგი შედეგით. ტრანსფერები შეირჩა ეს ყველა ფეხბურთელი იქიდან გამომდინარე თუ რა ფეხბურთს თამაშობს თვითონ ზესტაფონი. ამიტომ არ გაუჭირდეთ ამ ფეხბურთელებს ამ გუნდში ადაპტირება, ძალიან სწრაფად გაიარეს ეს ადაპტაცია და ამ გუნდში ისე გრძნობენ უკვე თავს, თითქოს აი დიდი ხანია უკვე ამ გუნდის წევრები არიან. ეს იქიდან გამომდინარე თუ რა ფეხბურთელებიც გვინდოდა ჩვენ, მე მაქვს ის კომფორტი, რა ფეხბურთელებიც ჩვენ სტაფს სურვილი ქონდა რომ გვეხილა ჩვენ გუნდში. ნუ კლუბში პრეზიდენტისგან ყველა ის მოახერხეთ და აბსოლუტურად ყველა ტრანსფერი რაც დავგეგმით ეს არ არის ერთი დღის მომენტი და ეს შევხედეთ და ეს ფეხბურთელი გვინდა ესე არ დიდი ხანია ვაკვირდებოდით ამ ფეხბურთელებს დიდი ხანია რას თამაშობდნენ როგორი ფეხბურთელები იყვნენ უშუალოდ მინდორზე მინდვრის გარეთ და ეს ყველაფერი უკვე შესწავლილი ქონდა და ჩვენ ეს ყველაფერი მოახერხეთ რა თქმა უნდა ყველანაირი მხარში გვედგა ამ ყველაფრის თავში იდგა პრეზიდენტი რომელმაც მე პირადად ის კომფორტი შემექნა რომელი ფეხბურთელებიც მინდოდა რომ მეხილა ჩემ გუნდში ის ფეხბურთელები მყავს და ძალიან მოხარული ვარ რომ ეს ფეხბურთელები ძალიან კარგად გამოიყურებიან უკვე გუნდში და მე არ მაქვს ის დისკომფორტი რომ როდის ჩაერთვებიან როდის შეეწყობიან ამ გუნდს და ერთი გუნდი ვართ ამ გუნდში ზესტაფონში სულ ესეთი სისტემა იქნება ყოველთვის ფეხბურთელები რაღაც პერიოდს დაყოფენ ამ გუნდში განვითარდებიან მოუმატებენ დაამტკიცებენ თავისას ამ კლუბში და მერე წავლენ უკეთეს კლუბში უცხოეთში და შეივსებიან ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელებით რომლებსაც აი ესე იქნება რომ არ შეეტყობა არც ამ მოწევა არც იმ ფეხბურთელების გაშვება კი ბატონო აბსოლუტურად გეთანხმები იმ მიმართულებით რომ თქვათ ეხა ბატონი ილია კოკაია მე მგონი ყველაფერს დებს იმაში რომ ამ გუნდში ნებისმიერმა გუნდის ყოველ თითოეულმა წევრმა კომფორტულად იგრძნოს თავი და მაქსიმალური პირობები შექმნას და ასეც არის ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ამ კლუბის განვითარებაში და წინსვლაში გიორგი მინდა კითხო განწყობის შესახებ ეხა გუნდი იმყოფება პირველ ადგილზე ნუ მე განახევდება არ განახევდება ნებისმიერ შემთხვევაში პირველ ადგილზე რჩება მე არ დავიწყებ ეხა სქემის განხილვას ვის რა მოაკდა როგორ მოაკდა მე მაინტერესებს განწყობა გუნდში თუმცა მე უბრალოდ მინდა დაუბრუნდე იმ თემას რომ იყო საუბარი იმის თაობაზე რომ ზესტაფონს ეს თამაში არაფერში არ ჭირდება ამ კონკრეტული ვთქვათ შეხვედრის წინ და შეიძლება ვთქვათ გუნდმა ვერ მოიგოს თუმცა შემდეგ იყო გიას ინტერვიუც ამიტომ ზესტაფონი ითამაშებს ხოლმე ხულების დასაგროვებლად და მოსაგებად ანუ ასე ვთქვათ მიუხედავად აი ამ განდიკაპისა რომელიც თქვენ გაქვთ მე მაინტერესებს ზესტაფონში როგორი განწყობაა ბიჭები როგორ ემზადებიან და იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ლოგში მინდა აღვნიშნო რომ ოდესაც უკვე ეს სისტემა უკვე ჩამოყალიბდა რომ გავიგეთ რომ იყოფოდა გუნდები იქნება 8 და 4 გუნდი ჩვენ თავიდანვე როგორც წვრთნელები ასევე ფეხბურთელები შევთავაზეთ ერთ რამეს რომ არანაირი ყურადღება ამას არ უნდა მიქცეოდა ჩვენი მიზანი რომელიც იყო დასახული სეზონის წინ იგივე რჩებოდა ყველა თამაში გასვლა და მოსაგებად ბრძოლა ეს მიზანი არ იცვლება და მე ძალიან მახარებს რომ ჩვენ და რა თქმა უნდა ფეხბურთელები ამას ყველანი ძალიან გაგებით მოვეკიდეთ და ერთი მარტივი ძალიან ისეთი მარტივი და ასევე ძნელი პირობა წაუყენეთ ჩვენთავს. უნდა მოვიგოთ ყველა თამაში, რათა გავხდით ჩემპიონები.
აქედან გამომდინარე განწყობა ძალიან კარგია გუნდში ეს ამის საფუძველს სატურნირო მდგომარეობაც იძლევა თვითონ კლუბში ძალიან კარგი სიტუაცია აქვს და აღნიშნო ახალწეულების საკითხიც მე ხა სიამაყით მინდა განვაცადო თქვა რომ ჩვენთან კლუბში არა მარტო საფეხბურთო არამედ ისედაც ცხოვრებისეული მომენტები ისე კარგად არის დალაგებული სასიკეთოდ ამ კლუბში რომ ძალიან მიხარია და ეჭვი არც მეპარებოდა რომ ახალი ფეხბურთელები ესე მალე გაივლიდნენ ადაპტაციას ჩვენ კლუბში. განწყობა ძალიან კარგია, ეს იგრძნობა ყველა სამსვლელო პროცესში, ეს იგრძნობა თამაშზე, ეს იგრძნობა იმ ერთიანობაში, რომელიც ძალიან დიდ ბიძგს აძლევს ზესტაფონს იმისათვის, რომ გავხდეთ ჩემპიონები. ძალიან კარგი, მით უმეტეს, როდესაც ყველა მხრივ საუბარია იმაზე, რომ არის გუნდში კომფორტი შექმნილი და ელემენტარულად თან მით უმეტეს, რომ ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელები ყავს და ბუნებრივია ფეხბურთელებიც ახალგაზრდები არიან და აი ეს თვითონ როდესაც ხდება ეს რაღაც შეკვრა ამ ერთი გუნდის, ბუნებრივია ეს ძალიან კარგია და ისახება პირველ ყოვლისა შედეგზე. თამას მე მინდა კითხო, ჩვენ მქონდა გარკვეული პრობლემები გიამაც იცის, გიორგიმას და აბსოლუტურად ყველა ვინც ფეხბურთში ჩახედულია. მეკარეების მქონდა ძალიან სერიოზული ჩავარდნა რაღაცა ეტაპის მანძილზე. დღეს მე ვთვლი რომ საბედნიეროდ ჩვენ საკმაოდ კარგად მივდივართ რა, არის რევიშვილი, არის ლორია, არის კვასხვაძე, რომელიც აბსოლუტურად ყველა ნაკრების შეკრებაზე ეძახის თემურ ქეზბაია. მე მინდა შენ კითხო, თვითონ მეკარეებთან დაკავშირებით, ხოლმე არა მარტო თქვა ზესტაფონის მეკარეებთან, არამედ მთლიანად, როგორ ხედავ, ვითარდებით თუ არა ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა, ამ ბოლო დროს მით უმეტეს ძალიან ბევრი მეკარე გამოჩნდა, რევიშვილი, ლორია, კვასხვაძე კიდევ საქართველოს ჩემპიონატში ბევრი კაი მეკარეა. რა თქმა უნდა, ვითარდები და ისე აღარ არის, როგორც ადრე იყო და ლაპარაკობდა რომ მეკარის პრობლემა, მეკარის უკვე სიკეთისკენ მიდის და მე ვფიქრობ, რომ აღარ იქნება ეგ პრობლემა. მე დაუბრუნდები აუცილებლად ამ თემას, კიდევ ერთი მაყურებელი ყავს საღამოშიდობის გისმენთ. გამარჯობათ გისმენთ. გისმენთ. Алло. გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. Алло. დიახ, გისმენთ. მე ბაქეთში შეკითხავ, ჩემი საგრეთ, რომ გასვით და თან შეგეკითხები. ჩემი საგრეთ ზესტაფონის გუნდის კონკურენტი არის ხოლმე საქართველოს. გისმენთ, გაბოდით ხო? კი ბატონო. დიახ, გისმენთ, გისმენთ. არ ხდება საქართველოს ჩემპიონი. მე მაგალითად ორი შეკითხვა რა გული აი მოწნებას როდის აგვისრულებს ზესტაფონი როდესაც ჩვენი გუნდი მოხდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საერთოდ ჩემს აზრით მაგ ძალიან დიდი შანსი ქონდა კარგი ძალიან დიდი მადლობა ნუ მთავარი კითხვა გავიგეთ ყოველ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე როდის აგვისრულებთ ოცნებას რომ ზესტაფონი მოხდება მაგრამ გია ვიდრე ამას კითხავ მე მინდა თამას დავასვათ თქვენთან საუბარი ის თაობა ხო ზესტაფონს ყავს კიდევ გუნდები თქვენ ალბათ რაღაც გარკვეულ კურატორობას უწევთ მაინც იმ ბავშვებს რომლებიც მეკარეებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ამ მხრივ რა სიტუაცია ზესტაფონში სახარბელო სიტუაცია არ არის მაგ მხრივ სხვა კლუბებში ხომ დინამოშიც ცოტა ხანი ვიმუშავე აკადემიაში და იქ საბედნიეროდ არიან პატარა მეკარეები მომავალი ვინც მოდის და ძალიან ნიჭიერები არიან და ძალიან კარგი მწვრთნელები ყავთ. სხვათა შორის აი ას ბოლო დროს ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელი წამოვიდა ახალგაზრდა. და ეგ ძალიან დიდი პლუსია აი მაგ საკითხის გადასაჭრელად. ძალიან კარგად მუშაობენ და ფაქტის ახეზე საქართველოს ჩემპიონატში მე მგონი ყველა გუნდში ნორმალური მეკარე დგას არ არის ისე რომ ას ისეთი არ იყოს. მე მგონია რომ უფრო თავარია რომ კონკურენცია გაჩნდა როგორც ნაკრებში ასევე შესაბამისად ბევრ კლუბს ახლა ჩამოთვლას იგივე ტორპედოს იგივე ოლიმპს ზესტაფონს დინამოს ძალიან კარგი მეკარეები ყავდა უკვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რა თქმა უნდა იმისთვის რომ ეს კონკრეტული რგოლი ეს განვითარდეს რაც შეიძლება მაღალ დონეზე კიდევ ერთი მაყურებელი ყავს საღამოშიდობის გისმენთ გამარჯობათ ბატონო გამარჯობათ პირველი მინდა ახლა გელაშვილის თამაშს უყურებ ბოხუ დიახ აგებდა ხო თუ არ ვწდები სამწუხაროდ აგებს მაგრამ სამჯერ იყო გამოირჩევა რა მაგრამ გამოირჩევა სხვებთან შედარებით ხო სამჯერ იყო გასატანი ქონდა და ვერ გაიტანა დიახ
ახლა რაც შეეხება ზუსტად ამასთან, ხوار დაგაყდათ გელაშვილის შემცვლელი იპოვეთ, ეს ერთი და მეორე კიდევ დათვაში პრობლემა გქონია. იმიტომ რომ ბევრ ბურთებს უშვებს მაინც. აი ევროპაში დაგიჭირდება და აი დათვაში კიდევ ვინმეს გაძლიერების ვარიანტი გააქვს. აი ეს ორი კითხვა მინდა. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი პირველი გელაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით თუ იპოვეთ სრულფასოვანი შემცვლელი, გელაშვილი ახლა ძალიან დიდი ძალა ნებისმიერი გუნდისთვის და დაცვის ხაზში შექმნილი პრობლემები. ორივე მიპასუხეთ. თქვენ. მოდით ესე ვთქვათ, ჯერ მეორე კითხვაზე გავცემ პასუხს. არ არის გუნდი არ იყოფა ესე, რომ დაცვაში გვაქვს პრობლემა, ნახევარ დაცვაში გვაქვს და დანარჩენი დაალაგებული ყო. ან ხშირად არის ხოლმე ეს ლაპარაკი იგივე დღეს. ახლა ამ ლაპარაკიდან გამომდინარე გამახსენდა მეკარის პრობლემა გვაქვს. მეკარის პრობლემა კი არ გვაქვს. თუ გვაქვს გუნდის პრობლემაა მთლიანად რა, არ იყოფა ეს. მე არ ამგონია რომ გუნდში დაცვაზე ფიქრობს 4 კაცი, რომელიც დაცვაში დგას. და არ ამგონია რომ კარს იცავს მარტო მეკარი რა და ეს მომენტი არის როცა ამ პრობლემაზე მივდივართ რომ ბევრ ბურთს უშვებთ მე ზუსტად ვიცი ეს და ზუსტად ვიცი მიზეზი რატომ უშვებთ ამას ვცდილობთ შევამციროთ რა თქმა უნდა მაგრამ გუნდი რომელიც თამაშობს არის ზესტაფონი აქვს თავისი ხელწერა თავისი თამაში თავისი სახე ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რომ ითამაშოს მოწინააღმდეგემ და ვითამაშოთ ჩვენ საბედნიეროდ მერტის წყალობით აი ამ ფეხბურთით რაც ქართველებს გენში გვაქვს და ნიჭი გვაქვს რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია ჯერჯერობით ვახერხებთ იმას რომ ჩვენ ვითამაშოთ გაუშვათ მაგალითად 2 ბურთი და გავიტანოთ მაგალითად იმ 2 ბურთზე მეტი ისე ამოვნოს მაყურებელმა ну ხან 5 არის ხან 3 არის ხან და ხან ვერ ვიტანთ და წავაგებთ იმ თამაშს მაგრამ ის არ არის ჩვენ ვიფიქროთ დაცვაზე ვიფიქროთ რომ გოლი არ გაუშვათ და მე ის შექმნაში დაგვეტყოს ეს და ჩვენ გვაქვს ჩვენი თამაშის სტილი მე ვფიქრობ ეს არ არის ახსნა იმისი უკეთესია რომ არ გაუშვა აქამდესაც მისვლა უნდა ჩვენ ვცდილობთ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები ხშირად მისმის ეს რომ დაცვის პრობლემა არა გუნდის პრობლემაა ეს ჩვენი პრობლემაა მწვრთნელების ფეხბურთელების რომ დაცვაში როცა გუნდი არის იმდენს ვერ ვახერხებთ რომ ამდენი ბურთი არ გაუშვათ ეს კარგია რომ ბევრს ვიტანთ ცუდია ბევრს უშვებთ მაგრამ ამას მუშაობთ და გამოვასწორებთ ნელ-ნელა აქეთკენაც მივდივართ რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში არ ხერხდება სათამაშოა ეს მომენტი რომ დახვეწეს შეტევაში გუნდმა თამაში დაგვჭირდა ძალიან დიდი დრო წლები და იგივე არის დასახვეწი გუნდი როგორ დაიცავს თავს ერთი მეორისგან არანაირად დავრყოფ და მე ძალიან ხშირად მესმის ეს და ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ ჩემი მოსაზრება ეს მე ესე ვფიქრობ რომ არ არსებობს გუნდი რომელშიც რაღაც პრობლემაა 4 კაცში მცველებში ეს არის გუნდის პრობლემა და არ დავყოთ ესე რაღაც კი ბატონო გელაშვილთან დაკავშირებით იყო ასე ვკითხვა გელაშვილი არის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი ფიგურა ზესტაფონისთვის. ყოველთვის როცა ესეთი ლიდერი გუნდს აკლდება, რაც უნდა ძლიერი შემსრულებელი ნახო, ის სრულფასოვნად ვერ შეცვლის რაღაც დროის განმავლობაში. ესეთ ფეხბურთელს ის არ იყო მარტო გოლი გაიტანა, ეს იყო წლების განმავლობაში გუნდის ლიდერი. და ჩვენ ვნახეთ ფეხბურთელები და ყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც არა მარტო ეხლა დიდი ხანია გუნდში არიან, თავდასხმის ხაზში არიან და ყოველთვის ბომბარდირობისკენ და ბომბარდირების დავაში არიან. არასდროს არ ქონია იმის პრობლემა, რომ თუ გელაშვილი არ არის გუნდში რა გვეშველება, ეს მომენტი არ იქნება. ხაზგასმით ვიძახი, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო გელაშვილი ზესტაფონისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის მე ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია საერთოდ საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით უკვე ყავს შემცვლელი, ვინც მე ვფიქრობ, რომ არ გვეტყობა ჩვენ ახლა, რომ განვიცდით რაღაც პრობლემას და შემცვლელად, როგორც ასეთი, მოვიყვანეთ 2 ფეხბურთელი შეტევის ხაზში. გელაშვილი როგორც გაუშვით, მოვიყვანეთ 2 ახალი ფეხბურთელი. ეს არის დავით მუჯირი, რომელიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ის ფეხბურთელი გაიტანა კი, და არა მარტო დღეს მე დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მოახერხებს ეს ფეხბურთელი მინდორზე რომ გავა გოლის გატანას. და ყავს იომი ოვონიკოკო, რომელიც ტრავმირებულია და გამოჯანმრთელდება და ამ 2 ფეხბურთელთან ერთად ყავს გუნდში ფეხბურთელები თავდასხმის ხაზში, რომელიც არის ჯაბადვალი, რატი წინამძღვრიშვილი, საბალომია და ყავს კიდე დუბლებში პერსპექტიული ფეხბურთელები, რომელსაც ველოდებით. კითხავთ აუცილებლად, ოდნავ მოგვიანებით, კიდევ ერთი მაყურებელია, გისმენთ საღამოშვიდობის. გამარჯობათ, გისმენთ. გამარჯობათ. ძალიან კარგია, როდესაც
პირველი შეხვედრა რომელიც ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა მიუხედავად იმისა რომ პირველ ნახევარში საკმაოდ სუსტად ითამაშა გუნდმა და ფაქტიურად არანაირი ტაქტიკური და არანაირი ტექნიკური გარიყურა მონახაზი მე რამოდენიმეჯერ ვცადე რომ ყოფილსულიყავი ეთერში და რიგი დაარიგება მიმეც ალბათ საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობისათვის აი რატომ იკავებს თავს გუნდის ხელმძღვანელობა გუნდში ფსიქოლოგის მოყვანაზე ვიცი რა ამის შესახებ იყო საუბარი დიდი მადლობა მე თუ დარჩებით ჩვენთან აუცილებლად ვკითხავ ზესტაფონის მწვრთნელებსაც ამის შესახებ თუმცა უნდა მოგვიანებით რა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში აღარ ვსაუბრობთ ეროვნულ ნაკრებზე მე აღარ გავამახვილებ ყურადღებას გიორგი კონკურენციის შესახებ მინდა კითხო ახლა ზესტაფონი ყოველთვის გამოირჩეოდა ისეთი ფეხბურთელებით რომლებიც ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ არა მარტო თქვათ ეროვნულ ჩემპიონატში და შესაბამისად იგივე ახლა დაიმატეთ ახალი ფეხბურთელები დავით მუნჯირი მე ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და თქვენ იქამდეც ყავდათ ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი რომელიც შეიძლება რომ შეიყვანოთ თქვათ ხუთეულში ეროვნულ პირველობაში მონაწილე ფეხბურთელებიდან გამომდინარე. მე მაინტერესებს კონკურენციის შესახებ და რამდენად ჯანსაღი კონკურენციაა ეს რაც ხდება თქვათ ზესტაფონში. კონკურენცია მართლაც არის კლუბში, რა თქმა უნდა ჯანსაღია, ეს ხელს უწყობს გუნდის კარგად დაბალანსებას. ახალი ფეხბურთელები ვინც დავიმატეთ ჩვენ კლუბში, აღნიშნოთ ძალიან კარგად შეესწრნენ კლუბს თვითონ იმ მოთამაშეებმა, ვისი პოტენციური კონკურენტებიც არიან ეს ფეხბურთელები ძალიან კარგად მიიღეს, ხელი შეუწყოს მათ საფრთხო პროცესში ჩართვას. ეს ძალიან ხელს უწყობს თვითონ ჩვენ მწვრთნელებს გვიწყობს ხელს რომ კარგად განმოვითავროთ ჩვენი სამუშაო გეგმა. მე მინდა გადავერთო და იგივე ამ თემაში ჩავერთო ეს გელაშვილის საკითხიც, აი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო რომელსაც დატოვა ზესტაფონი და წარმატებებს უსურვებ მას, მაგრამ იმდენად თავისი ხელწერა აქვს ზესტაფონს, იმდენად გუნდური თამაშია ამ ჩვენ კლუბში, რომ შეიძლება თითო ფეხბურთელის წასვლა მიმხელა გავლენა არ იქონიოს და ეს მე ძალიან მახარებს. ძალიან მახარებს იმ ბიჭების შემართება და მონდომება, რომლებიც ვარჯიშზე სამწლო პროცესში თავის მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ იყვნენ საუკეთესოები და დაიმსახურონ ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის სასურველ შედეგს, რომელიც სახეზეა და მე ვფიქრობ, რომ კონკურენცია აუცილებელია იყოს ყველა გუნდში, კონკურენცია აუცილებელია იყოს ჩვენ კლუბში და ამას მე მგონი ჯერჯერობით ჩვენ წარმატებით ვართმევთ თავს. თავაზ, რა ხდება თქვენთან, აი მეკარეებთან დაკავშირებით? მეკარეებთან დაკავშირებით ჩვენ ყავს კვასხვაძე, რომელიც ძალიან კარგი მეკარე და ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში ნაკრების კანდიდატია. ყავს ზურაბ მამალაძე, რომელიც ძალიან გამოცდილი მეკარეა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კლუბის ზესტაფონის წარმატებაში და ყავს მეშველიანი, რომელიც ახალგაზრდა პერსპექტიული მეკარეა და ძალიან ნიჭიერი, ისიც ძირითადად ჩვენთან ვარჯიშობს შეკრებაზე ჩვენთან ერთად არის და თამაშობს დუბლებში. ასე რომ მეკარეების არანაირი პრობლემა არ არის. თავისუფლად შეგვიძლია არათუ. ძალიან კარგი. გია, მენთეშაშვილთან დაკავშირებით მინდა კითხო. მე მახსოვს, როდესაც გადმოვიდა, გაფორმდა კონტრაქტი, ამბის ჰქონდა ტრავმა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდა. დღეს რა ვითარებაა და რამდენად დიდი დასაყრდენი იქნება თქვენთვის ეს ფეხბურთელი. მენთეშაშვილი დღეს უკვე ძირითად შემადგენლობაში დღევანდელი თამაში ითამაშა და წინა ტურებით ჩაატარა. მთელი შეკრება გაიარა სრული დატვირთვით. რეაბილიტაციამაც კარგად ჩაიარა და ტრავმა დღესდღეობით საბედნიეროდ არ აწუხებს არაფერი. ფიზიკურად და თვითონ ფორმაში, რო ვთქვა, სრულად შევიდა ფორმაში და 100%-ით მზად არის ამ ყველაფრისთვის. ჯერ არ არის, მაგრამ ეტყობა დღესვე, რომ ძალიან დიდი ძალა არის ჩვენი გუნდის და მე არ მგონი ახლა ამაზე მე ვიღაცასთან დავამტკიცო, რომ ეს ესეთი ფეხბურთელია, ესეთი სიძლიერის წლების განმავლობაში, თავის კარიერის განმავლობაში ამ ფეხბურთელმა თავისი ფეხბურთელობით დაამტკიცა ეს ყველაფერი უცხოეთში გამოსვლით. ძალიან დიდი ხანია სხვადასხვა მწვრთნელების ხელში ეროვნული ნაკრების კანდიდატი იყო და ძირითადი ფეხბურთელიც იყო და ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი დასაყრდენია პირადად ჩვენთვის, როგორც სტაფისთვის, ისე უშუალოდ შიგნით ფეხბურთელებისთვის. კიდევ ერთი მაყურებელი ყო საღამოშიდობის გისმენთ. გამარჯობა.
შეკითხვა მაქვს თავმჯდომარეთან ზესტაფონის ზესტაფონიდან საქართველოს ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი არ არის მიწვეული. მინიმუმ 4 ყოველთვის არის ეროვნულ ნაკრებში მიწვეული. ეხლა ამ ხრივ თემურ ქეძბაია ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს ზესტაფონის ფეხბურთელების მიმართ. გისმენთ, დაასრულეთ, გისმენთ. და თუ არის ზესტაფონის დუბლებში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც პოტენციაში შეიძლება საქართველოს ნაკრებში გამოაცხადოს შემდეგში, ან ასაკობრივ ნაკრებებში თუ არიან ფეხბურთელები ზესტაფონში გაწოლები და კარგით, მადლობთ, დიდი მადლობა. ზესტაფონის შეკითხვაზე გავცემო, ზესტაფონის გუნდიდან თვითონ მართლა ძალიან ბევრი ფეხბურთელია. ჩვენ ახლა ვიძახით 4 ფეხბურთელს. არა, სულ ცოტა 4 ფეხბურთელი მეუბრალოდ ხო. ამ გამო ახლა იყო 4 ფეხბურთელი ზესტაფონიდან, რომელიც გამოიძახეს ნაკრებში, მაგრამ მე არ მგონია რომ ახლა ზარია ზესტაფონის ფეხბურთელად არ ჩავთვალო, იმიტომ რომ ერთი თვე არის, რომ გადავიდა ამ გუნდიდან, ამ გუნდში აღზრდილი არის და 6 წელი გატარებული 5 წელი თუ 6 ზუსტად არ ვიცი ეს. მაგრამ აქ არის გაზრდილი და აკადემიიდან დაწყებული ეს და მარტო ზარიაზეც არ არის, არის ფეხბურთელები იგივე დაუშველი ჯერ სხვა გუნდში არც უთამაშია და არის ეს ზესტაფონში არის ის სამწვრთნელო პროცესი, არის ის სელექცია, არის ის კლუბის თვითონ ხედვა და მონდომება იგივე მოყვანა ამ ფეხბურთელების, რომელიც სულ ყოველთვის ვაძლევთ ამ მომენტს და ყოველთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრებისთვის, იმიტომ რომ არც ერთ ქართულ გუნდს ამხელა რაოდენობის ფეხბურთელი არ ყავს ნაკრებში, როგორც ეს არის ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პლუსი არის ეს როგორც თავარი მწვრთნელისთვის, იმიტომ რომ ჩემი ფეხბურთელები უშუალოდ საკლუბო დონეზე როგორც ვითარდებიან, ძალიან დიდი სხვაობა არის სანაკრებო დონეზე და მე ეს კომფორტი მაქვს ამ ხრივაც, რომ ამ შემთხვევაში კეცბაია იძახებს ამ ფეხბურთელებს და დიდ გამოცდილებას იღებენ ნაკრებში და ბრუნდებიან სხვა ფეხბურთელები, როგორც არ უნდა ვთქვათ, ნაკრები ყოველთვის სხვა არის და სხვა დონე არის და სხვა იქ ამხანაგური ნაკრებში, ამხანაგური თამაშის ჩატარებული უშუალოდ გამოძახებაც კი ძალიან დიდი სტიმული არის ფეხბურთელისთვის და ეს ძალიან მახარებს მე ამ შემთხვევაში მე კარგის მეტი არაფერი არ მეთქმის. და მეორე არის ჩვენ ასაკობრივ ნაკრებებში ყავს ფეხბურთელები, რომელიც თავის ასაკებში სულ არიან გამოძახებულები არიან. მე ვფიქრობ, რომ ხვალზე ეს პროცესი მიდის, რომ უფრო ძლიერი აკადემია გვეყოლება, უფრო ძლიერი დუბლები გვეყოლება და უფრო მეტი ფეხბურთელი მოხდება თავის ასაკობრივ ნაკრებში. მაგრამ ყოველთვის არიან ფეხბურთელები და თამაშობენ ასაკობრივ ნაკრებებში და ამის სტაფზე მინდა ვთქვა, რომ მუშაობა იქ მიდის, როგორც დუბლებში ძალიან კარგი მუშაობა, ისე აკადემიაში და ეს ფეხბურთელები ყოველთვის ვითარდებიან და კარგი არის, გუნდშიც გვადგება და ყოველთვის პირველ გუნდში არის ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი, ბევრი ფეხბურთელი ხდება, ძირითადშიც 18 კაციც და განათხოვრებითაც ყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც აქ ვერ ვაძლევთ დღესდღეობით თამაშის საშუალებას, მაგრამ ჩვენ კლუბში აიზარდნენ, მთელი აკადემია დუბლები გამოიარეს და დღესდღეობით საუკეთესოები არიან, მაგრამ იმ თამაშების რაოდენობას რო ვერ ვაძლევთ, გავასხვისეთ სხვადასხვა გუნდებში და იქაც საუკეთესოები არიან. ამ ხრივ ძალიან კარგი მუშაობა არის და რესურსი გაგვაჩნია იმისი შეკითხვაზე რო პასუხი გავცეთ. ძალიან კარგი, მე აუცილებლად დაუბრუნდები კიდევ ამ კითხვას, კიდევ ერთი მაყურებელი ყავს, საღამოშიდობის გისმენთ. გამარჯობა, ოდნავ ხმამაღლა თუ შეიძლება. მოგესალმებით. ზესტაფონზე მინდა ვთქვა, რომ დიდი სიმპათიით ვარ თქვენ წყობილები, არა მარტო რა თქმა უნდა ზესტაფონები ეს თავისთავად, მაგრამ თბილისელებსაც შეგვიყვარდა ეს გუნდი, იმიტომ რომ ესეთი გუნდია, რომელმაც ბოლო 2 წელია გვაჩვენა იმ ხელა შედეგი, რაც ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს გვენატრებოდა ის გუნდის შეკლულობა, ესეთი თამაში, რასაც ზესტაფონი თამაშობს, მე ზესტაფონი დინამოს თამაში 5-1 დამთავრდა თუ არ ხდები. ამ თამაშში ვიყავი აღთოვანებული უბრალოდ და გადავალ შეკითხვაზე, უბრალოდ მაინტერესებს, ესეთი ისე საათივით აწყობილი იყო ეს ზესტაფონის თამაში. ახლა არ არის ცუდი, არ ვიზახი მაგას, მაგრამ გეგუჩაძის დროს მინდა შევეხო იმ გეგუჩაძის თემას რა, რატომ და რა მოხდა იქ, რავინ არ ვიცით ეს, რატომ ბოლო თამაშზე, რატო წავიდა ეს ადამიანი და რატომ არ გვაცადეს ეს ჩემპიონთა ლიგის გემო, ბოლომდე რომ
გვეგრძნო და შეგვეგრძნო ეს მინუს და მე კითხა და დვალს მინდა გიკითხოთ უბრალოდ შეიძლება გვიან ჩავერთე რაღაცა დვალს აღარაკობდით და რატომ არ იძახებენ ამ ადამიანს ნაკრებში ესეთ მაგალითად კარგი და დვალთან დაკავშირებით მეც უნდა მეკითხა რაც შეეხება გეგუჩაძის თემას მე ვფიქრობ რომ ეს როცა დრო მოვა ამისი აუცილებლად ითქმება და არ მგონია რომ ეხლა აქ იყოს თქვათ მიზანშეწონილი თქვათ ამ კითხვაზე პასუხის მიღება მე ისე მინდა დაუბრუნდე წინამაყურებლის მიერ გაკეთებულ სატელეფონო ზარს გია ძალიან კარგია როცა ერთი გუნდიდან ამდენი ფეხბურთელია მე შეგნებულად ვთქვი რომ სულ ცოტა 4 ფეხბურთელი აუცილებლად არის ეროვნულ გუნდში გამოძახებული ეს იქნება ოფიციალური შეხვედრა თუ ამხანაგური მატჩი ანუ ეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს თამაში დვალი დაემატება ამ ზესტაფონიდან გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას მე უბრალოდ მინდა შენი მოსაზრება მოვისმინო რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის რომლებიც თამაშობენ დუბლებში იგივე ზესტაფონს ხო იქ არის რამდენიმე ასაკობრივი გუნდი ანუ როდესაც ეს ბავშვი ხედავს მარტო დინამოდან არ არის ეს რომ 15 კაცი იყოს დინამოდან ან 15 კაცი იყოს ლეგიონიდან 5, 6, 7 ფეხბურთელი შეიძლება იყოს ზესტაფონიდან. ეს მე ვთვლი რომ უაღრესად მნიშვნელოვანია თვითონ კლუბის განვითარებისთვის. გეთანხმები. ფაქტიურად ყველაფერი თქვი, მე უნდა დაგეთანხმო, იმიტომ მართლა ესე არის ის ახალგაზრდა ფეხბურთელები რო უყურებენ ამ ხელა ასპარეზზე გადიან და ერთი წლის უკან ხედავდნენ ის ფეხბურთელი დუბლებში თამაშობდა და ეხლა ერთი წელია ძირითადში მოხდა და უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. ძალიან დიდი სტიმული არის. მე მინდა გამოყო ერთი ფეხბურთელი ამ შემთხვევაში თორნიკე გორგიაშვილი, რომელიც რამოდენიმე წლის უკან მთელი ის გამოიარა ეს გზა ზარიასთან ერთად, დაუშვილთან ერთად, ეს აკადემია, დუბლშემადგენლობა გამოიარეს ყველა ეტაპი ზესტაფონში. ძირითად გუნდში მოხვდნენ და ძალიან დიდი ასპარეზი მიეცათ უკვე ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ და უკვე სხვა დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ და ამიტომ ეს გზა ძალიან ნათელია და ჩანს ეს. და იმ ფეხბურთელებს ანთებული თვალები აქვთ, ხედავენ რომ 2 და 3 წლის უკან ეს ფეხბურთელი მათთან ერთად ვარჯიშობდა და უცებ აი ამ ხელა პროგრესი განიცადა. ამიტომ ჩვენთან გუნდში ეს მომენტი არის და ჩემი აზრით ძალიან დიდი ტრამპლინი არის საქართველოში ზესტაფონი. მოხდე იყო ჩემპიონ გუნდში და მე გზა გაიკულიო უკვე უცხოეთისკენ, ეროვნული ნაკრებისკენ. ყველას გზა მაინც ესაა, საქართველოს მაინც მიწოდებელი ქვეყანა არის, მაგრამ აქ მე ესე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ბაზა არის იმისი, რომ შენ ფეხბურთელად ჩამოყალიბდე ზესტაფონში და ეს მინდა რომ ამ ფეხბურთელებმა გაიგონ, ხშირად ლაპარაკობთ ამაზე და ეს პატარა ფეხბურთელებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებსაც მარტო ლაპარაკით ვერ დააჯერებ ვერავის. ეს არის მაგალითი და ფაქტები, რომელიც ხდება რეალურად მაგაც ცხოვრებაში. აბსოლუტურად გეთანხმები და გიორგი მინდა კითხვა იმ თაობაზე, რომელსაც ჩვენ, ანუ რომელიც მოდის იგივე დუბლებიდან, იგივე პატარა სხვა ასაკობრივი გუნდებიდან. რამდენად რეალურია, რომ ზესტაფონმა, პირველმა გუნდმა აი ამ გუნდებიდან მიიღოს გარკვეული პერიოდის შემდეგ სათანადო შევსება. ეს რამოდენიმე დღის წინ ვისხედით მწვრთნელები და ამ თემაზე ზუსტად საუბრობდით და ისევ ეს საუბრის დონეზე არ დარჩა, ჩვენ გავიხსენეთ მაგალითები კონკრეტული როგორ გაიარა რამოდენიმე ფეხბურთელმა იგივე გზა, იგივე ასაკობრივი ჯგუფები, შემდეგ დულშემადგენლობა და გადმოვიდა დიდ გუნდში. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ საფეხბურთო აკადემიას დუბლშემადგენლობას ყოველთვის მაქსიმალურად ვესწრებოდეთ მათ ვარჯიშებს ვაკვირდებით ამ პროცესთან მე სრულიად რეალურად მიმაჩნია და ამაში დარწმუნებული ვარ რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში ესე იქნება და აუცილებლად მივიღებთ ჩვენი ფეხბურთელებს და ამის გარეშე არ შეიძლება მე ვფიქრობ რომ გუნდი არის ჯანსაღი ორგანიზმია და ესე უნდა ხდებოდეს ფეხბურთელი უნდა ვითარდებოდეს ეტაპობრივად შემდეგ მოდიოდეს დიდ გუნდში და უკვე შემდეგ მიდიოდეს სხვა დონეზე სათამაშო და მე ვფიქრობ რომ ზესტაფონში ყველაფერი გაგვაჩნია ამისათვის არიან ფეხბურთელები მყავს მწვრთნელები რაც თავარია გვაქვს ხელშეწყობა არის ძალიან დიდი მონდომება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენ ამ კუთხით მუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ რომ ზესტაფონს ყოველთვის ექნება შევსება თავისი საფეხბურთო აკადემიიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ რომ კლუბის განვითარება ძალიან რთული იქნება. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები და ბოლოს გია მინდა კითხო რას უნდა ელოდეს მაყურებელი ზესტაფონისგან და როდესაც თქვენ იკრიბებით ახლა ბუნებრივია გუნდია ეს აბსოლუტურად გეთანხმებით ცოცხალი ორგანიზმია და დარწმუნებული ვარ რომ ხშირად გაქვთ საუბარი ფეხბურთელებთან მიზანი, რომელიც გაქვთ დასახული, რომელიც უნდა შეასრულოს ზესტაფონი.
მიზანის დაუბრუნდები იმ ტელემაყურებლის შეკითხვას და როდის უნდა გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე იყო თავარი შეკითხვა და ეს არის მიზანი ჩვენი მოკლევადიანი მიზანი რო ვთქვათ არის ჩემპიონობა. ამ შემთხვევაში მოვიპოვებთ საგზურს რომ მიიღოთ მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე და ჩვენ მიზნად დასახული გვაქვს რომ წელს მოვახერხოთ ეს. და ამისთვის მე არ მგონია ადამიანი არ მეგულება ადამიანი არც ფეხბურთელი არც სტაფში არც ელემენტარულად ვინც ამ გუნდს ემსახურება იქ მინდორზე მომლელიდან დაწყებული დაცვამდე დამთავრებული სულ ყველა არის აი ამ ოცნებით შეპყრობილი და ჩვენ ყველანი აი ამისკენ მივდივართ და ერთი რაღაცა მინდა რომ ვიცოდეთ ერთი წამით არ არის არ გავივლებთ თავში გულში იმას რომ ამას ჩვენ წელს ვერ მოვახერხებთ მაგრამ მეორეც არის თუ ვერ მოვახერხებთ შემდეგ წელს 10 ჯერ მეც გავაკეთებთ რომ ეს მოვახერხოთ მაგრამ ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს ახლა მოხდება თუ ერთი წლის შემდეგ მოხდება თუ როდის მოხდება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ზესტაფონიდან ხალხმა მაყურებელმა გულშემატკივარმა არა მარტო ზესტაფონელმა რომელიც გადამკვდარი გულშემატკივრები იყავს ზესტაფონს და მაგ კატეგორიაზე არ ვიძახი იმიტომ ყველანაირ შემთხვევაში გვერდში უდგას გუნდს თელ საქართველოს მე ვიძახი ერთად რას უნდა ველოდოთ ზესტაფონიდან გამარჯვებებს ლამაზ თამაშს და ბოლომდე დახარჯოს მინდორზე დანარჩენი უკვე როგორც იქნება თამაშის ბოლოს ისე იქნება ძალიან კარგი ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის წარმატება მინდა გისურვოთ და ყველა იმ მიზნის განხორციელება და იმ მიზნის მიღწევა რომელიც გაქვთ დასახული თქვენ ფეხბურთელებთან ერთად და ყველა იმ ადამიანთან ერთად რომელიც თქვენ გარშემოა ზესტაფონის გარშემო ტრიალებს მე დარწმუნებული ვარ რომ ამ გუნდს არა მარტო ზესტაფონში ყავს გულშემატკივარი და იყო სატელეფონო ზარი თბილისშიც და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ შეხვედრას რომელსაც ითამაშებს ზესტაფონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი ეყოლება რა იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება ზესტაფონის წლების მანძილზე ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს და კარგია რომ ეს ყველაფერი გრძელდება იმ სცენარით რა სცენარითაც დაიწყო და მე ძალიან მოხარული ვარ რომ ახალგაზრდა მწვრთნელები ხართ ასე კარგად ემსახურებით თქვენ საქმეს და სწავარია თავდადებლად. მოკლედ, წარმატებას გისურვებთ მთელი გულით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე კი შეგახსენებთ რომ მეორე ნაწილის ჩემი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები იყვნენ ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი, მწვრთნელი გიორგი ყიფიანი, მეკარეების მწვრთნელი თამაზ ოდიკაძე. დღეს ჩემთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე გემშვიდობებით მომო პარასკევამდე კეთილი სურვილებით და მომო პარასკევს ჩვენ შევხვდებით რა თქმა უნდა ისევ მზეზე, ისევ 11 საათიდან და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის შესახებ. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ასევე ტექნიკურ პერსონალს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუშაობს ამ გადაცემაზე, გამომდინარე იქიდან რომ უკვე ძალიან გვიანია. ასე რომ მომო პარასკევამდე კარგად ბრძანდებოდეთ.